ძალაუფლება რყნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყნის აბსოლუტურად. ჯონ ემერიკ ედუარდ დალბერგ აქტონი, ინგლისელი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი და მწერალი. ლორდ აქტონის ეს სიტყვები მე-19 საუკუნეში დაიწერა, თუმცა 21 საუკუნის დასაწყისში მათ სრულიად ახალი და ბევრად უფრო ბნელი მნიშვნელობა შეიძინეს. წარმოიდგინეთ კუნძული კარიბის ზღვაში, თეთრი ქვიშა, კრისტალურად სუფთა წყალი და აბსოლუტური კონფიდენციალურობა. ეს სეინტ ჯეიმსის კუნძულია, ადგილი, სადაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები, პრეზიდენტები, პრინცები და მილიარდერები სტანდარტულ და ჩვეულებრივ ყოველდღიურობას იმრავალფეროვნებდნენ. რეკრეაციული მომსახურების გარდა, კუნძული მალავდა სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში ანადგურებდა არაერთი ადამიანის ფსიქიკასა და სიცოცხლეს. კუნძულის პატრონი კი ჯეფრი ეპშტეინი იყო, ადამიანი, რომელმაც ძალაუფლება და სიმდიდრე არა მხოლოდ მოიხვეჭა და დააგროვა, არამედ ისინი იარაღად გადააქცია. მან შექმნა სამყარო, სადაც მორალური კომპასი არ არსებობდა. მის სამყაროში ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ მისი შავი წიგნაკის ჩანაწერად ფასობდნენ. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იმაზე, თუ საიდან გაჩნდა მათემატიკის მასწავლებლის ხელში ასეულობით მილიონი დოლარი. როგორ იქცა ის მსოფლიო ელიტის უხილავ მასპინძლად, ვინ იყვნენ მისი სტუმრები და რა ხდებოდა ეპშტეინის კუნძულზე. სიმართლე რომ გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდი ჩამეწერა თუ არა ამ თემაზე ვიდეო, პირველ რიგში იმის გამო, რომ ყველაფერი, რასაც დღეს გაიგებთ, ძალიან მძიმე მოსაყოლია და დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც მოისმენთ, რაღაც გარკვეული სიმძიმე დაგრჩებათ, მაგრამ მიუხედავად აი ამ სიმძიმისა, მაინც ვამჯობინე, რომ მესაუბრა იმაზე, რაზეც პრინციპში მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ციფრული ინდუსტრიის აკადემიას, რომელიც გვერდში დაუდგა ჩემ არხს, გვერდში დამიდგა მე და მიუხედავად იმისა, რომ წესი სრულიად უპრობლემო და თავისუფლად შეეძლოთ უარი ეთქვათ მსგავს ვიდეოს სპონსორობაზე, ეს არ ქნეს. მოკლედ, საკმაოდ ბევრი რამ გელოდებათ დღევანდელ ვიდეოში, საკმაოდ ვრცელი ისტორია და მოდით დავიწყებ სულ თავიდან. ჯეფრი ეპშტეინი, პირველი ნაბიჯები. ჯეფრი ეპშტეინი 1953 წლის 20 იანვარს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ უბანში, კონი-აილენდზე დაიბადა. მისი ოჯახი შორს იყო იმ ფუფუნებისგან, რომელშიც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მამამისი სეიმურ ეპშტეინი ნიუ-იორკის პარკების დეპარტამენტში მებაღედ და ინსპექტორად მუშაობდა. დედა პოლინ ეპშტეინი კი სკოლაში დამხმარედ. ჯეფრი და მისი ძმა მარკი ტიპიურ ებრაულ გარემოში იზრდებოდნენ, სადაც განათლება მთავარ პრიორიტეტად ითვლებოდა. ეპშტეინი ბავშვობიდან გამოირჩეოდა მათემატიკური ნიჭით, ამიტომ არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ მან სკოლა განსხვავებით სხვა კლასელებისგან 2 წლით ადრე დაამთავრა. თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და გარდა ამისა, კურანტის მათემატიკური მეცნიერებების ინსტიტუტში, მას არც ერთი მათგანი არ დაუმთავრებია. მას არ ჰქონდა დიპლომი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად მან დაიწყო მუშაობა დალტონის სკოლაში. 21 წლის ასაკში მან მუშაობა მანჰეტენის ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო. იქ, სადაც ნიუ-იორკის ელიტის წარმომადგენელთა შვილები სწავლობდნენ. სწორედ დალტონის სკოლა გახდა ეპშტეინისთვის ის სოციალური ლიფტი, რომელმაც მას გზა გაუხსნა მილიარდერების მისაღებ ოთახებში. აქ მან ისწავლა ის, თუ როგორ უნდა მოხიბლოს გავლენიანი მშობლები. ალბათ გიჩნდებათ საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა. თუ კი მას არ ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი და არც ინსტიტუტი, თუ კი მას არ ჰქონდა დიპლომი, მაშინ როგორ შეძლო ამ ადამიანმა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობის დაწყება? იმისთვის, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი გაგცეთ, უნდა ვახსენო ერთი ადამიანის სახელი და გვარი. ეს ადამიანი გახლავთ დონალდ ბარი. მოდით ახლა მეორე ლოგიკური შეკითხვა დავსვათ. ვინ არის დონალდ ბარი? დონალდ ბარი იყო დალტონის სკოლის დირექტორი, თუმცა სკოლის დირექტორობის გარდა მას სხვა თანამდებობებიც ეკავა. ოღონდ არა მხოლოდ მას, არამედ მის შვილსაც. დონალდ ბარი ამერიკელი პედაგოგი, მწერალი და ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ყოფილი ოფიცერი იყო. მისი შვილი უილიამ ბარი კი მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. სულ რომ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ დალტონის სკოლის დირექტორი, რომელმაც ეპშტეინი აიყვანა სკოლაში უდიპლომოდ, ოდესღაც CIA-ის აგენტი იყო, მოდით მის მწერლურ კარიერას მივხედოთ. მან 1975 წელს გამოსცა წიგნი, რომელსაც ერქვა Space Relations, ანუ კოსმოსური ურთიერთობები. ამ წიგნში ის საკმაოდ უცნაურად აღწერს პლანეტათა შორის მოგზაურობებს,
სადაც საკმაოდ დიდი როლი უჭირავს სექსუალურ მონობას. მე ახლა წაგიკითხავთ ციტატას ამ წიგნიდან, რომელიც მინდა წინასწარ მოგამზადოთ და გითხრათ, რომ მაინც და მაინც კარგი მოსასმენი არ იქნება. მან დაინახა გოგონები, რომლებიც იყვნენ არა მხოლოდ მონები, არამედ ცოცხალი სათამაშოები. დაპროგრამებულნი იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინათ მათი მფლობელების ყველაზე უცნაური და ამაზრზენი ახირებები. კათარზისზე სექსუალური მონობა იყო ეკონომიკის საფუძველი და ძალაუფლების გამოხატვის უმაღლესი ფორმა. როგორი დამთხვევა არა, ყოფილი CIA-ის თანამშრომელი, რომელსაც სკოლაში აყავს ჯეფრი ეპშტეინი, თავის წიგნში დაახლოებით იმას აღწერს, რასაც მერე უკვე მომავალში უშუალოდ ჯეფრი ეპშტეინი აკეთებდა თავის კუნძულზე. მაგრამ დამთხოვები, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება. მე შეგახსენებთ იმას, რომ დონალდ ბარის შვილი, უილიამ ბარი, გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. მაგრამ ალბათ გიჩნდებათ შეკითხვა, რა შუაშია მამების ცოდვასთან შვილი? და ამასაც ძალიან მარტივად და ლოგიკურად აგიხსნით. მე შეგახსენებთ იმას, რომ 2019 წელს ჯეფრი ეპშტეინმა ციხეში თავი მოიკლა. ყოველ შემთხვევაში ოფიციალური მონაცემებით. და ხაზგასასმელია ის, რომ სწორედ გენერალური პროკურორის იურისდიქციაში შედის ის, რომ ციხეებში წესრიგი იყოს. და მსგავსმა დამთხოვამ, რა თქმა უნდა, სპეკულაციები გამოიწვია. უნდა ითქვას ისიც, რომ უილიამ ბარს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამ პერიოდში დონალდ ტრამპთან. მეტიც, მან 2019 წელს კონგრესს რობერტ მიულერის 450 გვერდიანი გამოძიების 4 გვერდიანი შეჯამება გაუგზავნა, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტი, ან ტრამპსა და რუსებს შორის რაიმე სახის კავშირი. მოდით ისტორიას არ გადაუხვევ, ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვები. მე უბრალოდ გეტყვით იმას, რომ კარგად დაიმახსოვროთ ეს ფაქტი, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც 2019 წლის ეპშტეინის პატიმრობას და მის სუიციდს მიუბრუნდები, აუცილებლად გამოგვადგება ის ყველაფერი, რაზეც უკვე ვისაუბრე. ახლა კი დალტონის სკოლაში დავბრუნდები. როგორც უკვე გითხარით, ეპშტეინმა სწორედ ამ სკოლაში გაიცნო გავლენიანი ადამიანები, რომელთა შორისაც იყო ალან გრინბერგი, უოლ-სტრიტის გიგანტის, ბერ სტერნსის თავმჯდომარე. გრინბერგმა ახალგაზრდა მასწავლებელში ამბიციები შენიშნა და უთხრა, რომ ის სკოლისთვის ზედმეტაჭკვიანია და მისი ადგილი საფონდო ბირჟაზე იყო. ერთი შეხედვით ეპშტეინი საკმაოდ მშვიდად მოდის სკოლიდან და იწყებს მუშაობას საფონდო ბირჟაზე, არა? არა. რა თქმა უნდა, არა. სკოლის ადმინისტრაციამ მისი გაშვების ოფიციალურ მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ ის მაინც და მაინც კარგი მასწავლებელი ვერ იყო. თუმცა არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლამ არაერთი საჩივარი მიიღო მის ქმედებებთან დაკავშირებით. საუბარი იყო იმაზე, რომ ეპშტეინი ზედმეტად დიდ დროს ატარებდა გოგონებთან. ხშირად ეპატიჟებოდა მათ ცალკე სასაუბროდ და მისი ურთიერთობები მოსწავლეებთან სცდებოდა მასწავლებლისა და მოსწავლის ფორმალურ ჩარჩოებს. იმ პერიოდში არანაირი სკანდალი არ აგორებულა და მიზეზი ძალიან მარტივია, სკოლა მართლაც რომ ელიტარული იყო და მათ სულაც არ სურდათ ის, რომ რეპუტაცია შეელახვოდა. The New York Times-მა ჩაატარა კვლევა, რომელშიც მისი ყოფილი მოსწავლეები საუბრობდნენ იმაზე, რომ ჯეფრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა გოგონებს არასასწავლო გარემოშიც კი. გამომცემლობა ბრიტანიკამაც და NPR-მაც გამოიძიეს ინფორმაცია და მათ მიერ გამოკითხული მოსწავლეებიც იგივეს ადასტურებენ. ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლის, სკოტ სპაიზერის თქმით, ის ყოველთვის გოგონების გარემოცვაში იყო. ეს არ იყო სწავლა, ეს იყო რაღაც სხვა, რაღაც ძალიან შეუსაბამოდ ჩანდა. ის ყოველთვის იწვევდა სუბუქი სიბინძურის განცდას. ყოფილი მოსწავლეები საუბრობენ იმაზე, რომ ის ქარიზმატული და თავდაჯერებული იყო. მისი მოსწავლეებთან კომუნიკაცია კი ხშირად ფლირტის ზღვარზე მყოფი ქცევით გამოირჩეოდა, რაც სხვადასხვა პედაგოგებს ეჭვებს უჩენდა. მოდი მოვშორდეთ სკოლას და მივყვეთ ეპშტეინის კვალს. 1976 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს არანაირი ფინანსური განათლება და გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ მას არ აქვს დიპლომი, იგი იწყებს მუშაობას კომპანია Bear Stearns-ში, რომელიც არის უოლ-სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და გარდა ამისა ყველაზე გავლენიანი საინვესტიციო ბანკი. ეპშტეინი ბანკში უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე აიყვანეს. იგი მათემატიკურ ნიჭს საგადასახადო სქემების ოპტიმიზაციისთვის იყენებდა. სულ რაღაც 4 წელიწადში, ანუ 1980 წელს, ის ბანკის პარტნიორი გახდა. უოლ-სტრიტის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კარიერული წინსვლა იყო. ის მუშაობდა მდიდარი კლიენტების აქტივების მართვაზე
და ეხმარებოდა მათ საგადასახადო სისტემაში ხვრელების პოვნაში. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ კარგი და მზარდი კარიერა ჰქონდა, 1991 წელს ბანკმა იგი სამსახურიდან გაუშვა იმის გამო, რომ გაირკვა იგი თავის კლიენტებს არალეგალურ გზებს ასწავლიდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აევლოთ გვერდი საგადასახადო სისტემისთვის. რა თქმა უნდა, ბანკმა ეს სკანდალი არ გაასაჯაროვა და იგი სამსახურიდან წნარად გაუშვეს. იმპერიის მშენებლობა. ბანკიდან წამოსვლის შემდეგ ეპშტეინმა დააფუძნა საკუთარი ფირმა, J. Epstein & Company. ფირმაში მას აქვს ერთი საკმაოდ უცნაური პრინციპი. ის მხოლოდ მილიარდერებთან თანამშრომლობს. მისი წესი ჟღერდა ასე: თუ შენი ქონება მილიარდზე ნაკლებია, მე შენს ფულს არ ვმართავ. ყველაზე საინტერესო და უცნაური კი ის გახლავთ, რომ ამ კომპანიას არ ჰქონდა თავისი ვებგვერდი, იგი არ აქვეყნებდა საინვესტიციო ანგარიშებს და მას არ ჰყავდა ათობით თანამშრომელი. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს იყო დახურული საიდუმლო ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ემსახურებოდა ფულის გათეთრებას. ეპშტეინი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე ხვდებოდა მეცნიერებსაც, მაგალითად ისეთებს, როგორიც იყო სტივენ ჰოკინგი, მარვინ მინსკი და ლოურენს კრაუსი. რატომ? იმიტომ რომ გავლენიან პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრისას ის თავს წარმოაჩენდა არა როგორც ბანკირი, არამედ როგორც ფილანტროპი და ინტელექტუალი. ეს მას კარებს უღებდა იქ, სადაც უბრალო მილიონერს არ შეუშვებდნენ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მეცნიერთა ჩამონათვალში სტივენ ჰოკინგის სახელი თან გეცნოთ და გარდა ამისა მეტნაკლებად მაინც იცით ის თუ რაზე უმუშავია მას. აი მარვინ მინსკი კი არანაკლებ მნიშვნელოვანი ადამიანი გახლავთ, რომელიც MIT-ის პროფესორი იყო და გარდა ამისა გახლდათ ადამიანი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას ჩაუყარა საფუძველი. მან შექმნა პირველი ნეირონული ქსელების სიმულატორები, მუშაობდა რობოტექნიკაზე და ფილოსოფიურ დონეზე იკვლევდა იმას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება. მას ჰქონდა მიღებული ტურინგის პრემია. მოგვიანებით ამ ადამიანის სახელი და გვარი ფიგურირებდა ვირჯინია ჯუფრეს ჩვენებაში, სადაც იგი ამტკიცებდა იმას, რომ ეპშტეინმა მინსკთან სექსუალური ურთიერთობა აიძულა. მოკლედ შეიძლება ითქვას ის, რომ ჯეფრი ეპშტეინის კომპანია ყიდულობდა მეცნიერების და გარდა ამისა ცნობილი ადამიანების მხრიდან ლეგიტიმაციას. საკმაოდ რთულია დაიჯერო ის, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ გამოჩენილ პიროვნებებთან ურთიერთობს, სექსუალური მანიაკია და კრიმინალია. 1991 წელს ეპშტეინი გაიცნობს გისლეინ მაქსველს, რომელიც ბრიტანელი მედია მაგნატის, რობერტ მაქსველის შვილი იყო. სწორედ გისლეინის დახმარებით გაიცნობს ეპშტეინი ბრიტანული ელიტის წარმომადგენლებს, მათ შორის პრინც ენდრიუსაც. შეიძლება ითქვას, რომ ეპშტეინს ყველაფერი ჰქონდა, მას ჰქონდა ფულიც და გავლენებიც, თუმცა მიუხედავად ამისა აკლდა ევროპული კლასი. გისლეინი იყო ის ადამიანი, რომელმაც მას აჩუქა პრეზიდენტებიც და გარდა ამისა პრინცებიც, ხოლო ეპშტეინმა თავის მხრივ ფუფუნება და დაცულობა. ამავე წლებში ჯეფრი ეპშტეინმა ვიქტორია სეკრეტის დამფუძნებელი და მილიარდერი ლესლი ვექსნერი გაიცნო, რომელმაც მას გენერალური მინდობილობა მიანიჭა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეპშტეინს მის ნაცვლად შეეძლო შეეძინა უძრავი ქონება, მოეწერა ხელი ჩეკებზე, გადაერიცხა და ემართა მისი პირადი ქონება. საინტერესო ის არის, რომ ლესლი ვექსნერმა ჯეფრი ეპშტეინს თავისი პირადი სახლი მანჰეტენ მენშენი გადაულოცა, სრულიად უსასყიდლოდ, აი ასე უბრალოდ მილიარდერი ადგა და თავის თანაშემწეს, რომელიც მის ფინანსებს მართავს, თავისივე სახლი აჩუქა. რატომ გააკეთა ეს ყველაფერი უცნობია, ამაზე სპეკულაციებს ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, ალბათ ამაში დამეთანხმებით. ვექსნერის წყალობით ეპშტეინი ვიქტორია სეკრეტის ჩრდილოვანი მენეჯერი ხდება. ის რეკრუტირების მრჩეველის პოზიციით სარგებლობდა და ახალგაზრდა გოგონებს პირდებოდა სამოდელო კარიერას, ცნობადობას და პოდიუმზე ყოფნას. სინამდვილეში იგი თავის გავლენას იყენებდა იმისთვის, რომ ლოლიტა ექსპრესისთვის გოგონები შეეგროვებინა. მოდელები მას ძალიან მარტივად ენდობოდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ვიქტორია სეკრეტის დირექტორის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჯეფრი ეპშტეინის ცხოვრებაში ჩნდება საკმაოდ მნიშვნელოვანი უძრავი ქონება, უпроსწორედ კუნძული. 1998 წელს, მაშინ როცა ეპშტეინი მიხვდა, რომ არ ყოფნიდა ნიუ-იორკის აპარტამენტები, კუნძულის ყიდვა და საკუთარი სამყაროს შექმნა გადაწყვიტა. სამყაროსი, სადაც არ იარსებებდა კანონი. სწორედ ასე სულ რაღაც $8 მილიონ ეპშტეინის ცხოვრებაში გაჩნდა პატარა კუნძული სახელად Little Saint Jamesი. ცოდვების კუნძული.
ეპშტეინამდე კუნძულს ვენჩურული კაპიტალისტი არჩიბალდ კუმინსი ფლობდა, რომელმაც როგორც უკვე მანამდე გითხარით, 1998 წელს 7.95 მილიონ დოლარად გაყიდა კუნძული. საქმე ის არის, რომ 7.95 მილიონი დოლარი ჩემთვის და დიდი ალბათობით თქვენთვისაც საკმაოდ დიდი თანხა არის, მაგრამ ეპშტეინისთვის, რომელიც ვიქტორია სეკრეტის მფლობელის მარჯვენა ხელია, ეს თანხა მაინც და მაინც დიდი არ არის, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კუნძულის ზომა დაახლოებით 30 ჰექტარია. ეპშტეინმა კუნძული რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შეარჩია. ვირჯინიის კუნძულები ამერიკის იურისდიქციაშია, თუმცა მათ აქვთ საკუთარი, უფრო მოქნილი კანონმდებლობა და საგადასახადო სისტემა, რაც ეპშტეინს აძლევდა იმის საშუალებას, რომ ამერიკაშიც ყოფილიყო და ამერიკის გარეთაც. კუნძული საკმაოდ პატარა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაცვას ტერიტორიის კონტროლის 360 გრადუსით შეეძლო. ნებისმიერი უცხო ნავი აქედან კილომეტრების მოშორებით შეიმჩნეოდა. გავლენიან სტუმრებს, მათ შორის პოლიტიკოსებსა და პრინცებს, ეპშტეინი ჰპირდებოდა, რომ კუნძულზე პაპარაცები არ შეაწუხებდნენ. ეს მისი მთავარი სატყუარა იყო, რადგან სტუმრების გარკვეულ ნაწილს სურდა აბსოლუტური თავისუფლება მორალური და სამართლებრივი პასუხისგებლობების გარეშე. კიდევ ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ კუნძულზე მოხვედრილი გოგონა ფსიქოლოგიურად ყდებოდა, რადგან მის გარშემო მხოლოდ ოკეანე ჩანდა და გაქცევა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ კუნძულის მოწყობა ეპშტეინისთვის მანიაკალურ იდეად და პროექტად გადაიქცა, მაგრამ როგორ გინდა რომ მოაწყო კუნძული ისე, რომ მასზე არსებული საიდუმლოებები არავინ გათქვას. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც უნდა ვახსენო არქიტექტორი ედვარდ ტუტლი. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ეპშტეინმა მიმართა, რომ აქ ელიტარული კურორტი გაეკეთებინა. ედვარდი დაეხმარა ეპშტეინს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების დაქირავებაში. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო Custom Builders, რომელიც მის კუნძულზე სხვადასხვა შენობაზე მუშაობდა. საინტერესოა უშუალოდ იმ მუშების დაკითხვის ოქმები, რომლებიც ეპშტეინის კუნძულზე მუშაობდნენ სხვადასხვა სივრცეში. როგორც აღმოჩნდა, კუნძულის მეპატრონე მათ უკრძალავდა შენობის გარკვეულ ნაწილებში შესვლას და ფოტოების გადაღებას. მაგრამ ეპშტეინის კუნძულზე საუბრისას, ალბათ პირველი რაც გახსენდებათ, ეს ის შენობაა, რომელსაც უცნაური, ტაძრის მაგვარი ფორმა აქვს. კონსტრუქცია მშენებლობის ნებართვაში გატარებული იყო როგორც მუსიკალური პავილიონი ან ბიბლიოთეკა. შენობას ჰქონდა ყალბი, მოხატული კარები, ხოლო რეალური შესასვლელი იყო მძიმე რკინის კარი, რომელიც შენობას ფაქტობრივად სეიფად აქცევდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შენობაში იყო სასერვერო სივრცე. გარდა ამისა, ხაზგასასმელი არის ისიც, რომ შენობის სახურავზე იყო დამონტაჟებული არაერთი ანტენა და Wi-Fi-ის მიმღები და გადამცემი მოწყობილობები. სხვადასხვა ექსპერტთა აზრით, ეს იყო ადგილი, სადაც დიდი რაოდენობის მონაცემები ინახებოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეპშტეინის კუნძულზე არ არსებობდა არც ერთი ბრმა ზონა. მას 24/7-ზე შეეძლო ენახა ის, თუ რა ხდებოდა კუნძულის ამა თუ იმ წერტილში. კუნძულზე მომუშავე რამდენიმე პირმა, მაგალითად მშენებელმა ჯერედ რიჩარდსონმა, განაცხადა, რომ ტაძრის ქვეშ იყო გათხრილი დიდი სივრცე, რომელიც გვირაბით უკავშირდებოდა მთავარ რეზიდენციას. ეპშტეინი ამტკიცებდა იმას, რომ შენობას გუმბათოვანი თაღი აქვს იმის გამო, რომ ამ შენობაში ის და მისი სტუმრები უსმენენ მუსიკას და ეს გუმბათოვანი თაღი ხელს უწყობს აკუსტიკურად, რომ ბევრად უფრო სასიამოვნო ჟღერდეს თითოეული ნოტი. მაგრამ 2017 წელს მის კუნძულს თავს დაატყდა ქარიშხალი ირმა, რომელმაც ეს გუმბათი მოგლიჯა და აღმოჩნდა, რომ ამ შენობის გუმბათის ქვეშ ჩვეულებრივი მოსწორებული სახურავი იყო. და ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენობის იურიდიული დანიშნულება მის ფაქტობრივ დანიშნულებას ნამდვილად არ ემთხვეოდა. კუნძულის ლოგისტიკური ცენტრი მოიაზრებდა დესალინიზაციის მინი ქარხანას, რომელიც ემსახურებოდა წყლის გამტკნარებას. მიზანი მარტივი იყო. ეპშტეინს სურდა, რომ კუნძული ავტონომიური ყოფილიყო. ამას გარდა კუნძულზე იყო საცავი ვერტმფრენებისა და ნავების აწვევებისთვის. მიწისქვეშა გვირაბები კი მოწმეთა ჩვენების მიხედვით ემსახურებოდა იმას, რომ მთავარი სახლიდან ან სტუმარი ან მსხვერპლი ისე გადაიყვანათ, რომ ეს ვერავის ენახა. მშენებლობის პროცესში ეპშტეინს ხშირად ჰქონდა პრობლემა ადგილობრივ გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. იგი მუშაობდა იმ სანაპირო ზოლზე, რომელზე მუშაობის უფლებაც არ ჰქონდა და გარდა ამისა იგი აფუჭებდა ადგილობრივ მიკროეკოსისტემას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იგი გრთამავდა მაღალჩინოსნებს და ჩინოვნიკებს, მას საკმაოდ მარტივად გაუტარეს ეს ყველაფერი და მან საბოლოო ჯამში მაინც მოახერხა იმ ყველაფრის გაკეთება, რისი გაკეთებაც სურდა.
მას შემდეგ რაც აღნიშნული საკითხები მოგვარებული იყო, ეპშტეინმა გვერდით მყოფი კუნძული, Great St. John-ი შეიძინა. მას არ სურდა, რომ მეზობელი კუნძულიდან ან ვიზიტორებს, ან მაცხოვრებლებს რაიმე შეენიშნა. მეორე კუნძულზე ეპშტეინი გეგმავდა ამფითეატრის, წყალქვეშა ოფისის, რამდენიმე დიდი ვილისა და მზის პანელების სისტემის აშენებას ენერგოუზრუნველყოფისთვის. თუმცა მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ის დააჯარიმეს კიდეც. კუნძულის ინფრასტრუქტურაზე ასე თუ ისე ვისაუბრე, ამიტომ მოდით ახლა უკვე გადავიდეთ მომსახურე პერსონალზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც კუნძულზე მუშაობდნენ. პერსონალის ნაწილი მეზობელი კუნძულიდან, Saint Thomas-იდან მოდიოდა. მათ ევალებოდათ ბაღების მოვლა და დასუფთავება. ადგილობრივი მზარეულები ამზადებდნენ საკვებს, თუმცა მათ იშვიათად ჰქონდათ წვდომა მთავარ რეზიდენციასთან მაშინ, როცა იქ მაღალი თანამდებობის მქონე სტუმრები იმყოფებოდნენ. ადგილობრივ თანამშრომლებს მკაცრი გაუთქმელობის ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული NDA ჰქონდათ გაფორმებული. მათ ეკრძალებოდათ ტელეფონების ტარება და სტუმრებისთვის თვალებში ჩახედვაც კი. კუნძულზე ასევე იყო გოგონათა გუნდი, რომელიც მასაჟის და არამხოლოდ მასაჟის მომსახურებას უწევდა როგორც ჯეფრი ეპშტეინს, ასევე მის სტუმრებს. რა მომსახურებას ალბათ ამას ისედაც ხვდებით და აღარ დავკონკრეტები, მაგრამ აქ მთავარი არის იმაზე ხაზგასმა, რომ ეს გოგონები იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლები. მათ შორის სარა რენსომი, რომელიც მომდევნო პერიოდში უკვე ჯეფრი ეპშტეინის ერთ-ერთი მთავარი მომჩივანი გახდა. იგი საუბრობდა იმაზე, რომ კუნძულის მეპატრონე უკრძალავდა მას რაიმე სახის კომუნიკაცია სტუმრებთან, გარდა იმ მომსახურებისა, რასაც ის სტუმრებთან წევდა, და გარდა ამისა, ჯეფრი ეპშტეინი უკრძალავდა მას გარესამყაროსთან კომუნიკაციას, შესაბამისად მას არ ჰქონდა ტელეფონი, ან ნებისმიერი სხვა რაიმე სახის საშუალება, რომლის დახმარებითაც კუნძულს მიღმა ვინმესთან კონტაქტი და კომუნიკაცია ექნებოდა. კუნძულს 24 საათიან რეჟიმში ემსახურებოდა დაცვის სამსახური, რომელსაც ევალებოდა ეპშტეინისა და მისი სტუმრების დაცვა. მათ ასევე უნდა გაეკონტროლირებინათ ის, რომ არავის გადაიღო ფოტო და ამას გარდა ისიც, რომ არც ერთ მსხვერპლს არ ქონოდა გაქცევის მცდელობა. დაცვის წევრები აკონტროლებდნენ სანაპირო ზოლს რადარებითა და უახლესი სათვალთვალო სისტემით. ეპშტეინს ყავდა პირადი პილოტებიც. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კუნძული იყო თავიდან ბოლომდე მოწყვეტილი გარე სამყაროს, აქ ვერ მოხდებოდით ნავის, ვერტფრენის, ან არადა თვითმფრინავის გარეშე. მას ყავდა ერთი გამორჩეული პილოტი სახელად ლარი ვისოვსკი, რომელიც ლოლიტას ექსპრესს მართავდა. სწორედ ლარი ვისოვსკი გახდა გისლეინ მაქსველის სასამართლოზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე. და იჩვენს მივადექით ამ საქმის კიდევ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალს. როგორ ახერხებდა ეპშტეინი კუნძულზე თვითმფრინავით არასრულწლოვანი გოგონების ისე გადმოყვანას, რომ ეს არავის შეემჩნია. ლოლიტას ექსპრესი. მოდით პირველ რიგში განვიხილოთ თვითმფრინავის ინტერიერი. იგი მოწყობილი იყო მდიდრული მისაღები ოთახებით, სავარძლებით და რაც მთავარია საძინებლებით. ის ასრულებდა ერთგვარი ხიდის როლს ნიუ-იორკს, პალმ-ბიჩსა და კუნძულს შორის. ეპშტეინი სტუმრებს თავაზობდა უფასო, კომფორტულ და აბსოლუტურად კონფიდენციალურ მგზავრობას. ეკიპაჟის წევრებმა კი კარგად იცოდნენ, რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა დაესვათ. სწორედ ამ თვითმფრინავით გადაჰყავდა ეპშტეინს კუნძულზე ის გოგონები, რომლებიც შემდეგ უკვე ტრეფიკინგის მსხვერპლები იყვნენ. შემდეგ არა, მთლიანი ამ პროცესის განმავლობაში ისინი იყვნენ მსხვერპლები და ეს არ იყო მათი არჩევანი, ამას მინდა რომ ხაზი მაქსიმალურად გაუშვა. ალბათ გიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა, როგორ უშვებდნენ აეროპორტის თანამშრომლები არასრულწლოვან ბავშვებს ისე, რომ მათ ფაქტობრივად არც ამოწმებდნენ. გოგონების ნაწილი მგზავრობდა როგორც პერსონალი. აეროპორტის თანამშრომლებისთვის ისინი უბრალოდ მდიდრული ეკიპაჟის წევრები იყვნენ. არასრულწლოვანი გოგონები კი ამ პერსონალის შვილები. ეპშტეინი დიდ ფულს ხარჯავდა აეროპორტების ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივ პოლიტიკურ შემოწირულობებში. მას ჰქონდა ეგრეთ წოდებული ოქროს საშვი. არავინ აჩერებდა კაცს, რომელიც პრეზიდენტებთან და პრინცებთან ერთად სადილობდა. მოდით გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. სათმაულობდა ჯეფრი ეპშტეინი იმ გოგონებს, რომლებიც შემდეგ უკვე მისი მსხვერპლები აღმოჩნდებოდნენ. ეს სწორედ ის მომენტი არის, რომელშიც გისლეინ მაქსველი საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა. პირველ რიგში იგი იყენებდა შემდეგ მეთოდს. იგი მიდიოდა სამოდელო სააგენტოებში, გოგონებს თავაზობდა საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად შემოსავალს, იმ ეგიდით, რომ ისინი ერთჩვენიერ დღეს ვიქტორია სეკრეტის მოდელები გახდებოდნენ. ისინი ეძებდნენ გოგონებს არასტაბილური ოჯახებიდან ან მათ, ვისაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მაქსველი მათთან მეგობრობდა, ყიდულობდა მათთვის ტანსაცმელს, უხდიდა სწავლის საფასურს და ნელ-ნელა აჩვევდა მათ ეპშტეინის გარემოცვას. ყველაზე ცუდი მოსასმენი კი მაშინ, როდესაც ეპშტეინის სქემას ვეცნობოდი, ის გახლდათ, რომ იგი უხდიდა ფულს იმ გოგონებს,
რომლებიც ამ ყველაფერში ჩართავდნენ თავიანთ მეგობრებს, დაქალებს და ნაცნობებს. ამ საქმეში ლოლიტას ექსპრესი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პილოტები ოფიციალურად ვალდებულნი იყვნენ ჩაეწერათ ყველა მგზავრის სახელი და გვარი. სწორედ ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ თვითმფრინავში ბილ კლინტონი 26-ჯერ იმყოფებოდა. დონალდ ტრამპი და პრინცი ენდრიუ კი რამდენჯერმე. და იმ შემთხვევაში თუ კი თვითმფრინავში არასრულწლოვანი გოგონები ისხდნენ, პილოტები მათ სახელებს ინიციალებით ან ფსევდონიმებით იწერდნენ. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც აუცილებლად და ხაზგასმით უნდა ვთქვა ის ფაქტი, რომ ეს ვიდეო იწერება 2026 წლის 14 თებერვალს და შესაბამისად ჯერჯერობით რა სახელები და რა გვარებიც არის ცნობილი, მაგ თემაზე ვსაუბრობ ამ კონკრეტულ ვიდეოში. თუ კი რაიმე ინფორმაცია კიდევ ამოტივტივდება, აუცილებლად გავაზიარებ ჩემს Telegram არხზე, რომელიც რა თქმა უნდა აღწერაში არის, ასე რომ შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და დროსთან ერთად რაღაც ინფორმაციებს როგორც კი გავიგებ, ეგრევე გაგაცნობ თქვენს. მანამდე კი ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბილ კლინტონს მინიმუმ 26-ჯერ მაინც უდასტურდება ის ფაქტი, რომ იგი ლოლიტას ექსპრესის მგზავრი იყო და რამდენიმეჯერ ამ თვითმფრინავით სარგებლობა, უпростоოდ კი მგზავრობა უფიქსირდებათ დონალდ ტრამპს და გარდა ამისა პრინც ენდრიუსაც. კლინტონისა და ეპშტეინის ურთიერთობები 2000-იანი წლების დასაწყისში გაღრმავდა, მას შემდეგ, რაც კლინტონმა თეთრი სახლი დატოვა. როგორც უკვე გითხარით, ფრენის ჟურნალების მიხედვით, მან ეპშტეინის თვითმფრინავით სულ მცირე 26-ჯერ იმგზავრა. აქედან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრენა იყო ჰუმანიტარული მისია აფრიკაში, სადაც ექს-პრეზიდენტთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდნენ მსახიობები, მათ შორის კევინ სპეისი. მათთან ერთად ასევე იყო რამდენიმე ახალგაზრდა ქალიც. კლინტონის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეპშტეინი და ბილ კლინტონი ერთმანეთს სულ რამდენჯერმე შეხვდნენ. არადა მაშინ, როდესაც მოწმეები, ისევე როგორც ჯეფრი ეპშტეინის პირადი მზარეული ამტკიცებს იმას, რომ ბილ კლინტონი კუნძულზე არაერთხელ არის ნამყოფი და იგი სარგებლობდა ჯეფრი ეპშტეინის გარემოცვით იმისთვის, რომ შემდეგ უკვე დაფინანსება მიიღო თავისი ფონდისთვის, რომელსაც Clinton Foundation ჰქვია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეპშტეინის ფაილებში თქვენ შეხვდებით მის რეზიდენციაში დაკიდებულ ნახატს, რომელშიც ბილ კლინტონს ლურჯი კაბა და წითელი ქუსლებიანი ფეხსაცმელი აცვია. ამას გარდა ამავე ფაილებში იპოვით ბილ კლინტონის ფოტოებს, სადაც ის ახალგაზრდა შიშველ გოგონებთან ერთად არის აუზში. თუმცა როგორც უკვე გითხარით, ექს-პრეზიდენტი აქ ყოფნას უარყოფს. მოდით ახლა ცოტა ხნით ბილ კლინტონს თავი დავანებოთ, ოღონდ ცოტა ხნით და მივხედოთ არანაკლებ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პირს, პრინც ენდრიუს. პრინცი ენდრიუ ეპშტეინს გისლეინ მაქსველმა გააცნო 1990-იან წლებში. გისლეინი და ენდრიუ უნივერსიტეტის პერიოდიდან მეგობრობდნენ. საინტერესოა ის, რომ პრინცი ენდრიუ სკანდალში გაიხვა 2005 წელს. ერთ-ერთმა გოგონამ, ვირჯინია ჯუფრემ, პოლიციას მიმართა. იგი საუბრობდა იმაზე, რომ პრინცმა ენდრიუ მასზე იძალადა. რა თქმა უნდა, ენდრიუ ამას უარყოფდა, თუმცა მოდით ისტორიას ქრონოლოგიურად მივყვეთ. ვირჯინია სულ რაღაც 15 წლის იყო მაშინ, როდესაც იგი დონალდ ტრამპის კლუბში, მარ-ა-ლაგოში მუშაობდა. სწორედ ამ დროს მასთან მივიდა გისლეინ მაქსველი, რომელმაც შესთავაზა საკმაოდ დიდი ანაზღაურება იმისთვის, რომ ჯეფრი ეპშტეინის ერთ-ერთი მდიდარი სტუმრისთვის მასაჟი გაეკეთებინა. ამ მომენტიდან ვირჯინია ჯეფრი ეპშტეინის ქსელის მსხვერპლი გახდა. ვირჯინიას თქმით, მას აიძულეს სექსუალური კავშირი დაემყარებინა პრინც ენდრიუსთან 3-ჯერ. პირველად ლონდონში 2001 წელს გისლეინ მაქსველის სახლში. სწორედ ამ სახლშია გადაღებული ფოტო, რომელშიც პრინცი მას წელზე ხელს ხვევს. შემდეგ ნიუ-იორკში, ეპშტეინის სახლში და ერთხელ კუნძულზე, სადაც ვირჯინიას თქმით, ორგია მოეწყო. ვირჯინიას ჩვენებები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ პრინცით. მან ასევე დაასახელა ალან დერშოვიცი, ცნობილი ჰარვარდის პროფესორი და გარდა ამისა ის ადამიანი, რომელიც მოგვიანებით ჯეფრი ეპშტეინს იცავდა. გარდა დერშოვიცისა მან დაასახელა ჟან ლუკ ბრუნელი, სამოდელო სააგენტოს მფლობელი, რომელიც ეპშტეინს გოგონებს აცნობდა. მის ჩვენებებში ასევე შეხვდებით სხვა გავლენიან პოლიტიკოსებს და გარდა ამისა ბიზნესმენებს, რომლებიც ეპშტეინის კუნძულზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას ორგიებში იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ პრინცმა BBC-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სცადა, რომ გაებათილებინა ვირჯინიას ბრალდებები, იგი იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ მის წინააღმდეგ უფრო მეტი ეჭვი გაჩნდა. პრინცი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა მიუხედავად ამისა 2022 წელს მან და ვირჯინია ჯუფრემ შეთანხმებას მიაღწიეს ოღონდ სასამართლოს გარეშე. პრინცმა მას 12 მილიონი გირვანკა სტერლინგი გადაუხადა. საქმე ის არის, რომ დიდი ალბათობით იგი სასამართლოში თავის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებდა და შესაბამისად მოუწევდა ციხეში ყოფნა. შეგახსენებთ, პრინცი ენდრიუ დღემდე არ არის დაჭერილი. კარგი, პრინც ენდრიუსას დავანებოთ ახლა თავი
და ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ. ერთად გავიგოთ ის, თუ როგორ დაიწყო ჯეფრი ეპშტეინის ნაშენებმა იმპერიამ ნგრევა. ეპშტეინის საქმე. დასასრულის დასაწყისი. 2005 წლის მარტი. პალმ-ბიჩი, ფლორიდა. პოლიციის დეპარტამენტში ზარის ხმა გაისმა. 14 წლის გოგონას დედა მარია ფარმერი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი ჯეფრი ეპშტეინის ბინაში იმყოფებოდა, სადაც მასზე სექსუალურად იზალადეს. ეს ის მომენტია, როდესაც ეპშტეინი ქალაქში ცნობილია როგორც ფინანსისტი, გავლენიანი ქველმოქმედი და ადამიანი, რომელსაც ადგილობრივ ელიტასთან ახლო კავშირები ჰქონდა. პოლიციის უფროსმა მაიკლ რაიტერმა დაიბარა, რა თქმა უნდა, განყოფილებაში აღნიშნული გოგონა და მისი დედა და ჩამოართვა ჩვენება. და ამ ჩვენების ჩამორთვევის პროცესში გაირკვა ის დეტალები, რომელზეც თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი. ჩვენების მიცემისას გაირკვა, რომ გოგონა დეტალურად აღწერდა სახლის შიდა განლაგებას. აღწერა ემთხვეოდა ეპშტეინის ვილას. მისი მონათხრობი ლოგიკური და თანმიმდევრული იყო. ეს ის მომენტია, როდესაც პოლიციის უფროსი მაიკლ რაიტერი იღებს ამ თემასთან დაკავშირებულ ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებას. მან არ გადასცა საქმე პროკურატურას და დაიწყო ფარული გამოძიება. ოპერაციას Operation Yearling ეწოდა, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ახალგაზრდა შველი. ალბათ ხვდებით, რომ შველი ერთგვარი მინიშნება იყო იმ არასრულწლოვან გოგონებზე, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ მარია ფარმერის არასრულწლოვანი შვილი არ იყო ერთადერთი, ვინც ეპშტეინის მსხვერპლი გახდა. გამოვლინდა 20-ზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ და არასდროს გადაკვეთილან. თუმცა ამის მიუხედავად, თითოეული მათგანი ერთსა და იმავე სქემას აღწერდა. სქემა იყო მარტივი და ეფექტური. გოგონებს პოულობდნენ სკოლის მახლობლად, სთავაზობდნენ ფულს მასაჟისთვის, თხოვდნენ სხვა გოგონების მოყვანას და სწორედ ასე იქნებოდა თვითკმარი ქსელი, რომელსაც ეპშტეინის ან სხვა დამნაშავის ჩართულობა ფაქტობრივად აღარ სჭირდებოდა. პოლიციამ დაიწყო სამხილების მოგროვება. მათ დაიწყეს სატელეფონო ჩანაწერების, ფინანსური კვალის და კიდევ სხვა უამრავი დეტალის გამორკვევა და შესაბამისად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზემდგომი პირებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. მას შემდეგ, რაც საქმე ოფიციალურად გადაეცა პროკურატურას, დაიწყო ის, რაც საზოგადოებისთვის ხშირად უხილავია. გამომძიებლებმა შენიშნეს უცნაური შეფერხებები და ზეწოლა. მათ მიიღეს შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეპშტეინს გავლენიანი მეგობრები ჰყავდა და მასთან თამაში საშიში იყო. მიუხედავად ამ ზემდგომი პირების მხრიდან შეფერხებებისა, მათ მაინც მიიღეს სასამართლოსგან ორდერი, რომ ჩაეტარებინათ ჩხრეკა ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე. კუნძულზე მათ აღმოაჩინეს უამრავი ფოტომასალა, რომელიც როგორც ციფრულად, ასევე ფიზიკურად ინახებოდა და ეს ფოტომასალა მოიცავდა არასრულწლოვანი გოგონების, მათ შორის შიშველ ფოტოებსაც. საქმე ეხებოდა არა ერთეულ შემთხვევას, რომელშიც 14 წლის გოგონა ფიგურირებდა, არამედ გლობალურ პრობლემას, რომელშიც არა მხოლოდ ეპშტეინი, არამედ ბევრი ის ადამიანი იყო ჩართული, რომელიც მისი კუნძულის სტუმარი იყო. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ აღმოაჩინა საძინებელში დამალული კამერები, რომლებიც ისე იყო დამონტაჟებული, რომ თითოეული მათგანი აშკარად ემსახურებოდა ერთ რაღაცას. სტუმრებზე კომპრომატების შეგროვებას და შემდეგ ამ კომპრომატებით მათ დაშანტაჟებას. გამოძიებისთვის ეს ნიშნავდა იმას, რომ ისინი სამხილს შეაგროვებდნენ არა მხოლოდ ჯეფრი ეპშტეინზე, არამედ მის სტუმრებზეც. გამოიკვეთა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები. რეიდისას ამოღებულ მასალებში პოლიციელებმა აღმოაჩინეს ტელეფონის ნომრები, სახელები და გვარები და გარდა ამისა კოდური ჩანაწერები, რომელიც საზოგადოებაში მოგვიანებით შავი წიგნაკის სახელით გახდა ცნობილი. აქ ხაზგასასმელი ის არის, რომ ამ ჩანაწერებში იმყოფებიან ცნობილი ადამიანები, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები, მეცნიერები, გარდა ამისა ბიზნესმენები და მედიური ადამიანებიც. ერთი სიტყვით, რეიდის შემდეგ პალმ-ბიჩის პოლიციას ჰქონდა მსხვერპლთა ჩვენებები, ფიზიკური მტკიცებულებები, ვიზუალური მასალა და შესაძლო თანამონაწილეთა კვალი. იურიდიული თვალსაზრისით ეს იყო საქმე, რომელიც შესაძლოა დასრულებულიყო მრავალწლიანი პატიმრობით და ფართომასშტაბიანი ფედერალური პროცესით. მაგრამ სწორედ აქ დაიწყო ყველაზე უცნაური რამ. სამარცხვინო გარიგება. სასამართლოსთვის ყველაფერი მზად იყო, პოლიციელებს ყველანაირი სამხილი ჰქონდათ საიმისოდ, რომ ამ რეიდს მოჰყოლოდა ეპშტეინის დაკავება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ასე არ მოხდა. საქმე ის არის, რომ ეპშტეინის საქმე ჯერ გადაეცა ადგილობრივ პროკურატურას, ხოლო შემდეგ ფედერალურ პროკურატურას. და ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ერთი ადამიანის სახელი და გვარი უნდა გავაჟღერო. ეს ალექს აკოსტა გახლავთ.
ალექს აკოსტა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ფლორიდის ფედერალური პროკურორი იყო, რომელსაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყებოდა თუ არა ფედერალური საქმე. აკოსტას ოფისმა უარი თქვა მძიმე ფედერალურ ბრალდებებზე. დაიწყო დახურული მოლაპარაკებები ეპშტეინის ადვოკატებთან. ფედერალური მხარე შიშობდა, რომ აღნიშნულ საქმეს, უпростоრედ კი ამ საქმის განხილვას მოყვებოდა საკმაოდ სერიოზული სკანდალი. იქინა გამომდინარე, რომ საქმეში ფიგურირებდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამერიკის პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენდნენ. გარიგების თანახმად უნდა დახურულიყო საქმე, მაგრამ ეპშტეინს სპეციალური რეჟიმით 13 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მას შეეძლო პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლა რამდენიმე საათი, სამსახურში წასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. წლების შემდეგ, მაშინ როდესაც ალექს აკოსტა შრომის მინისტრი გახდა, სხვათა შორის ტრამპის ადმინისტრაციის დროს, მაშინ როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს ის თუ რატომ მოიქცა აკოსტა ასე, მან თქვა შემდეგი რამ: მე ზევიდან მითხრეს ის, რომ ეპშტეინი დაზვერვის კაციაო. ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ეს აკოსტას სიტყვებია. ეპშტეინის 13 წლიანი სასჯელის პერიოდი მოიაზრებდა იმას, რომ მას შეეძლო კვირაში 6 დღის განმავლობაში ციხიდან გასვლა, ოფისში, კერძოდ კი ვესტ პალმ ბიჩში მისვლა და იქიდან საღამოს 8 საათზე უკან დაბრუნება. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ მასთან ისევ მიდიოდნენ ახალგაზრდა გოგონები. ანუ მან დანაშაულებრივი საქმიანობა ციხეში ყოფნის პერიოდშიც კი არ შეწყვიტა. რა თქმა უნდა, სამსახურში სიარული არ იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ეპშტეინს სხვა პატიმრებისგან განასხვავებდა. გარდა ამ ყველაფრისა, მას ყავდა პირადი მძღოლი. მას არ ეცვა ჩვეულებრივი პატიმრის მსგავსი ტანსაცმელი და გარდა ამისა, მას ჰქონდა სრული უფლება, რომ ნებისმიერ დროს ესარგებლა ტელეფონითაც და ინტერნეტითაც. მაშინ, როდესაც ეპშტეინი ციხიდან გამოვიდა, მას მოუწია დარეგისტრირება როგორც სექსუალურ მოძალადეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ეცნობებინა პოლიციისთვის თავისი ადგილსამყოფელი. მაგრამ მან ეს სტატუსიც, ანუ სტატუსის სექს ოფენდერი, ზუსტად ისევე როგორც ის ფაქტი, რომ პოლიციელებისთვის ანგარიში უნდა ჩაებარებინა ცალფეხზე დაიკიდა და განაგრძო სტანდარტული ჩვეულებრივი ვახშმების მოწყობა მეცნიერებთან, პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან. ერთი სიტყვით, ჯეფრი ეპშტეინი ფიქრობდა იმას, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და მას ახლა უკვე იმუნიტეტი ჰქონდა. კი, მას იმუნიტეტი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მსხვერპლთა მშობლები არ გაჩერებულან და მათ დაიწყეს კოლექტიური საჩივრების შეტანა. მსხვერპლები დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ მოძალადეს, არამედ სახელმწიფოსაც. კორტნი ვაილდმა 2008 წელს გარიგების დადებიდან მოკლე პერიოდშივე უჩივლა იუსტიციის დეპარტამენტს CVRA კანონის დარღვევის გამო. CVRA ნიშნავს Crime Victims' Rights Act, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა მსხვერპლმა უნდა იცოდეს ის თუ რა ხელშეკრულებას, რა შეთანხმებას დადებს პროკურატურა და ბრალდებული. არადა ამ დროს შეგახსენებთ იმას, რომ ეპშტეინმა და პროკურატურამ ხელშეკრულებას უпростоრედ კი შეთანხმებას ისე მიაღწიეს, რომ ამის შესახებ არც ერთი მსხვერპლი არ იყო ინფორმირებული. იმის გამო, რომ ეპშტეინს გარიგება იცავდა ვირჯინია ჯუფრემ 2015 წელს გისლეინ მაქსველს უჩივლა. მაქსველი საჯაროდ გამოდიოდა და უარყოფდა ვირჯინიას ბრალდებებს, უწოდებდა მას ცილისმწამებელს და მატყუარას. ეს იყო ის შეცდომა, რომელიც გისლეინს ძვირი დაუჯდა. იმის გამო, რომ გისლეინ მაქსველი ვირჯინია ჯუფრეს აბრალებდა მატყუარა და ცილისმწამებელი ხარო, ვირჯინია ჯუფრეს მიეცა იმის უფლება, რომ ამერიკის კანონმდებლობის თანახმად საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა. სწორედ ამიტომ მან სრულიად უპრობლემოდ სასამართლოს ნებართვის შემდეგ დაასაჯაროვა საკუთარი ჩვენება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებამ გაიგო ის, რომ ამ საქმეში ბილ კლინტონიც და გარდა ამისა პრინცი ენდრიუც იყვნენ გარეულები. 2016 წელს სასამართლომ კიდევ ერთი სარჩელი მიიღო. ის სარა რენსომმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ჩანაწერები, სადაც ჩანდნენ გავლენიანი პოლიტიკოსები ეპშტეინის სახლში. მიუხედავად იმისა, რომ მისი სარჩელი მაშინ ეპშტეინის ადვოკატებმა ჩაახშეს, ამან მედიის ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა. 2008 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ჯეფრი ეპშტეინი სტანდარტულ ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა. ჩვეულს როგორ? ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიქრობდა იმას, რომ ღმერთი იყო. იგი აგრძელებდა ბიზნესმენებთან, მეცნიერებთან და გარდა ამისა პოლიტიკოსებთან შეხვედრას. ის ფიქრობდა იმას, რომ გოგონები, რომლებიც მისი მსხვერპლები იყვნენ, მას აღარასდროს შეუქმნიდნენ პრობლემას. თუმცა რა თქმა უნდა ცდებოდა. 2019 წელს, მაშინ როცა ის პეტერბოროს აეროპორტში დაეშვა, ის აღარ იყო ხელშეუხებელი ბანკირი. ის იყო კაცი, რომელსაც საკუთარი წარსული დაეწია. ეპშტეინის უკანასკნელი დღეები.
2017 წელს, მაშინ როცა მსოფლიოში მოძრაობა Me Too პიკზე იყო, ჯული ბრაუნმა გადაწყვიტა გადაეხედა ეპშტეინის 2008 წლის საქმისთვის. მას ერთ მთავარ კითხვაზე პასუხი აინტერესებდა. როგორ დააღწია თავი მართლმსაჯულებას ადამიანმა, რომელსაც ბრალი ათობით არასრულწლოვანის გაუპატიურება შეედებოდა. ბრაუნმა თითქმის 2 წელი დახარჯა იმისთვის, რომ 2008 წლის შემდეგ დადუმებული და გაჩუმებული გოგონები ეპოვა. მან საბოლოო ჯამში 80-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. აქედან ერთ-ერთი გახლდათ კორტნი ვაილდი, რომელიც ამბობდა იმას, რომ პროკურატურამ იგი შეცდომაში შეიყვანა იქიდან გამომდინარე, რომ მან არ იცოდა, რომ ეპშტეინსა და პროკურატურას შორის გარკვეული გარიგება დაიდებოდა. ჯულიმ იპოვა პალმ ბიჩის ის პოლიციელებიც, რომლებიც 2005 წელს საქმეს იძიებდნენ. მათ დაუდასტურეს, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად მასშტაბური იყო, ვიდრე საზოგადოებამ იცოდა. 2018 წელს ჯულიმ გამოაქვეყნა 3-ნაწილიანი საგამოძიებო სერია სახელწოდებით Perversion of Justice. მართლმსაჯულების შებღალვა. სტატიებში საუბარი იყო ალექს აკოსტაზე, რომელმაც ფედერალური კანონი დაარღვია მსხვერპლთა ინფორმირებულობის შესახებ. მან ასევე განიხილა ის თუ როგორ გამოიყენეს ეპშტეინის ადვოკატებმა, რომლებიც ოდესღაც პროკურორები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური გავლენა აკოსტაზე ზეწოლისთვის. მისმა გამოძიებამ დომინოს ეფექტი გამოიწვია. საზოგადოება მიხვდა იმას, რომ ჯეფრი ეპშტეინი არ იყო უბრალოდ სექსუალური მოძალადე. ეს იყო სახე იმისა, რომ დიდარ და გავლენიან ადამიანებს კანონზე მაღლა დგომა უპრობლემოდ შეუძლიათ. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ დაიწყოთ ახალი გამოძიება ეპშტეინის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ალექსანდრ აკოსტა სტატიების გამოქვეყნებიდან მალევე გადადგა. ან უფრო სწორედ თუ ვიტყვით, ის იძულებული გახდა, რომ გადამდგარიყო. 2019 წლის 6 ივლისს, მაშინ როდესაც ჯეფრი ეპშტეინი პარიზიდან ნიუ-იორკში ბრუნდებოდა, ის ფიქრობდა, რომ ისევ ისეთი ხელშეუხებელი იყო, როგორც ადრე, მაგრამ ის ცდებოდა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მაშინ როდესაც თვითმფრინავი ნიუ-იორკში ტეტერბორის აეროპორტზე დაეშვა, გადაკეტა ასაფრენი ბილიკი და ჯეფრი ეპშტეინი დააკავეს. ეპშტეინი იმდენად იყო დარწმუნებული ხელშეუხებლობაში, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია. მას ეგონა, რომ 2008 წლის იმუნიტეტი ისევ დაიცავდა. მას ბრალი დასდეს ადამიანებით ვაჭრობაში და არასრულწლოვანთა ექსპლუატაციაში. ეპშტეინის მანჰეტენის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა ამოიღეს $10,000, ბრილიანტები და გარდა ამისა ყალბი დოკუმენტები, რომელშიც ჯეფრი ეპშტეინის ფოტო იყო, თუმცა რა თქმა უნდა სხვა სახელით და გვარით. ეს პასპორტები იყო გაცემული საუდის არაბეთის მოქალაქეზე. მისი კაბინეტის კედლები დაფარული იყო ცნობილ ადამიანებთან, პრინცებთან, პრეზიდენტებთან და მეცნიერებთან გადაღებული ფოტოებით. ამავე სახლში ეკიდა ბილ კლინტონის ფოტო, სადაც მას ლურჯი კაბა და წითელი ფეხსაცმელი ეცვა. აგენტებმა ამოიღეს დიდი რაოდენობით მყარი დისკი, სადაც არაერთი ფარული ჩანაწერი ინახებოდა. ეპშტეინი გადაიყვანეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხეში. მოსამართლემ იგი პატიმრობაში ისე დატოვა, რომ გირაოს საშუალებაც კი არ მისცა. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ დიდი ალბათობით გარიგება აღარ შედგებოდა. იგი მოათავსეს ციხის იმ განყოფილებაში, სადაც მაღალი რისკის პატიმრები იმყოფებოდნენ. Metropolitan Correctional Center იყო ციხე, რომელიც ცნობილი იყო გადატვირთულობით, მოძველებული ინფრასტრუქტურით და პერსონალის დეფიციტით. ეპშტეინი გადაიყვანეს Special Housing Unit-ში, იზოლირებულ ზონაში. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. პრესა ყოველდღიურად ამატებდა ზეწოლას. საჯაროვდებოდა ახალი ბრალდებები. 2019 წლის 23 ივლისს ჯეფრი ეპშტეინი საკუთარ საკანში დაზიანებებით იპოვეს. ოფიციალური ვერსიის თანახმად ეს ან თვითდაზიანება, ან არადა თანამესაკნისგან თავდასხმა იყო. ამ ინციდენტის შემდეგ იგი გადაიყვანეს თვითდაზიანების პრევენციის რეჟიმში. მასზე 24 საათიანი მეთვალყურეობა მიდიოდა და მას ჩამოერთვა პირადი ნივთები. 2019 წლის 30 ივლისი. მიუხედავად 23 ივლისის ინციდენტისა, ეპშტეინს მოუხსნეს მუდმივი მეთვალყურეობა. ის დააბრუნეს იზოლირებულ საკანში. ოფიციალურ მიზეზად კი ფსიქოლოგების შეფასება დასახელდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის სტაბილურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ჯეფრი ეპშტეინი ნამდვილად არ იყო უბრალო პატიმარი. ის იყო მსოფლიო ელიტის შავი ყუთი, რომელიც არ უნდა გახსნილიყო. პანდორას ყუთი იყო შეიძლება ითქვას, თუმცა მიუხედავად ამ სტატუსისა, მას არ აქცევდნენ შესაბამის ყურადღებას. და სწორედ ასე სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე ჯეფრი ეპშტეინი საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური წყაროები საუბრობენ თვითმკვლელობაზე, მაგრამ მოდით განვიხილოთ რამდენიმე დეტალი, რომელიც ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. ციხის წესების თანახმად, მაღალი რისკის პატიმარს აუცილებლად უნდა ჰყავდეს თანამესაკნე.
თუმცა 9 აგვისტოს ღამეს მისი თანამესაკნე სხვაგან გადაიყვანეს. ეპშტეინი მარტო დარჩა. ეს არ იყო უბრალო გადაცდომა. ეს იყო პროტოკოლის უხეში დარღვევა, რომელზეც ყველამ დახუჭა თვალი. ორი ზედამხედველი, რომლებსაც ყოველ 30 წუთში უნდა შეემოწმებინათ საკანის სავარძლებში ისხდნენ. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ უბრალოდ ჩაეწინათ. დილით მათ ცივსისხლიანად გააყალბეს ჩანაწერების ჟურნალი. თითქოს პატიმარს ყოველ 9 საათში ამოწმებდნენ. კარგი, მოდი გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს ადამიანური რესურსი არის და არ არის გამორიცხული, რომ ერთიც და მეორეც ერთდროულად ძალიან გადაიღალა და მათ ჩაეძინათ. როგორც მინიმუმ წესი და რიგით უნდა არსებობდეს რაიმე სახის ჩანაწერი, იმიტომ რომ ციხეში კამერები აყენია, მაგრამ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, იმის გამო რომ უსაფრთხოების სისტემა წყობრიდან გამოვიდა. 2019 წლის 10 აგვისტოს დილის 6 საათსა და 30 წუთზე ჯეფრი ეპშტეინი გარდაცვლილი იპოვეს. და ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც მე თქვენ უნდა შეგახსენოთ ის ადამიანი, რომლის სახელი და გვარიც ვიდეოს დასაწყისშივე გავაჟღერე. საუბარი ვილიამ ბარზე მაქვს. ვილიამ ბარი, რომელიც იმ ადამიანის შვილი იყო, ვინც ეპშტეინის სკოლაში უდიპლომო დაიყვანა სამსახურში, ამ დროს გენერალური პროკურორი იყო. როგორც იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ის პირადად იყო პასუხისმგებელი ფედერალურ ციხეებზე. მათ შორის მეტროპოლიტენის ციხეზეც. შეძრწუნებულმა ვილიამ ბარმა რა თქმა უნდა გადააყენა ციხის დირექტორი და გარდა ამისა დაიწყო ფედერალური გამოძიება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ჯეფრი ეპშტეინის უსაფრთხოებაზე. მოკლედ, იუსტიციის დეპარტამენტმა, რომელსაც შეგახსენებთ, რომ თავად ვილიამ ბარი ხელმძღვანელობდა, გამოიტანა დასკვნა, რომ ჯეფრი ეპშტეინმა თავი მოიკლა და ბრალეულობა მიუძღოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც წესი და რიგით მის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ბარმა პირადად დაათვალიერა ციხის კამერების წინა დღეების ჩანაწერები და თქვა, რომ ვერ დაინახა მკვლელობის ვერანაირი ნიშანი. თუმცა არაოფიციალური ვერსიით მან სპეციალურად მიჭკმალა ეს საქმე და ყველაფერი ისე მოაწყო, თითქოს ეპშტეინმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მას სურდა აეცილებინა თავიდან ის კითხვები, რომლებიც მაღალჩინოსნების ეპშტეინთან კავშირზე იქნებოდა. მაგრამ მოდით ბარის საკითხი უკანა პლანზე გადავდოთ, ჩავთვალოთ, რომ ბარის საერთოდ არ არის ნახსენები ამ საქმეში და ეს უბრალოდ დამთხევა არის. მოდით მივხედოთ აუტოპსიას, ანუ გაკვეთას, ოფიციალურ მონაცემებს და გარდა ამისა ფიზიკურ მტკიცებულებებს. გაკვეთისას გაირკვა, რომ ეპშტეინს კისერში მოტეხილი ჰქონდა რამდენიმე ძვალი, მათ შორის ენის ქვეშა ძვალიც, რაც საეჭვო იყო. ცნობილი ექიმი მაიკლ ბადენი, რომელიც ეპშტეინის ოჯახმა დაიქირავა, ადასტურებდა, რომ ენის ქვეშა ძვლის მოტეხილობა გაცილებით უფრო ხშირია დახრჩობისას და არა ჩამოხრჩობისას. ბადენმა, რომელსაც ასობით მსგავსი საქმე ჰქონდა გამოძიებული, განაცხადა საჯაროდ, რომ 50 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მსგავსი დაზიანებებით სუიციდი ჯერ არ უნახავს. მან საზოგადოებას მიანიშნა ის, რომ საქმე არა სუიციდს, არამედ ჰომიციდს, ანუ მკვლელობას ეხებოდა. თუმცა მიუხედავად ბადენის ვერსიისა, ნიუ-იორკის მთავარმა სამედიცინო ექსპერტმა ბარბარა სამსონმა დაადასტურა ოფიციალურად, რომ საქმე ეხებოდა თვითმკვლელობას ჩამოხრჩობით. და თუ განვიხილავთ ამ ქალის ბიოგრაფიას, ამ დასკვნის შემდეგ სულ რაღაც 2 წელიწადში ის Mount Sinai Health სისტემის პათოლოგიის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. საჯარო მოხელეობიდან ის გადავიდა ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და მდიდარ კერძო სამედიცინო ქსელში. საჯარო მოხელეობის დროს მისი ხელფასი წელიწადში $220,000 შეადგენდა. თუმცა მაშინ, როდესაც მან სრულიად მოულოდნელად კარიერული წინსვლა მოიპოვა, მისი ხელფასი ახლა ოფიციალურად $700,000-ია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას ასევე ეკუთვნის დაზღვევა და გარდა ამისა პენსიაც, მისი შემოსავალი ყოველწლიურად აღემატება $1 მილიონ. ხო, წესი და რიგით სიმართლე ფასდაუდებელი უნდა იყოს, თუმცა ეპშტეინის საქმეში სიმართლეს კონკრეტული რიცხვები, კონკრეტული ციფრები, ან არა და კონკრეტული თანამდებობები განსაზღვრავენ. პარტნიორი, საყვარელი და მარჯვენა ხელი. ეპშტეინის სიკვდილის შემდეგ თითქმის 1 წლის მანძილზე არავინ იცოდა სად იყო მაქსველი. ის იყენებდა დაზვერვის აგენტების ტაქტიკას. მან ხვის სახელზე შეიძინა კონსპირაციული სახლი. ეს იყო 150 აკრიანი მამული ნიუ-ჰემპშირის ტყეებში, რომელიც მას $1 მილიონ მეტი დაუჯდა. ის არ იყენებდა საკუთარ ტელეფონს და ინტერნეტს. მისი ერთადერთი კომპანიონი იყო ძაღლი და დაცვის წევრები, რომლებიც ოდესღაც ბრიტანელი სამხედროები იყვნენ. თუმცა მიუხედავად სიფრთხილისა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიაგნო მის კვალს. აგენტებმა გამოიყენეს ტექნოლოგია, რომლითაც დააფიქსირეს მისი ახლობლების გადაადგილება და უცნაური ფინანსური ტრანზაქციები.
2020 წლის 2 ივლისს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ალყა შემოარტყეს გისლეინ მაქსველის მამულს. მაშინ, როდესაც ისინი შევიდნენ მის სახლში, გისლეინი რა თქმა უნდა შეეცადა გაქცევას, თუმცა მალევე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას და ჩაბარდა აგენტებს. ბევრს ეგონა, რომ გისლეინი საკუთარი თავის გადასარჩენად ჩაუშვებდა პრინცებს, პრეზიდენტებსა და მილიარდერებს, თუმცა მოხდა საპირისპირო. მან არც ერთი სახელი არ დაასახელა. ის ბოლომდე დარჩა ელიტის კლუბის ერთგული. მისი ადვოკატები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ყველაფერი ეპშტეინისთვის გადაებრალებინათ. გამოიყვანათ გისლეინი გამოყენებულ შეყვარებულ ქალად, რომელსაც მანიპულატორი კაცი მართავდა. მაგრამ მსხვერპლთა ჩვენებამ, მათ შორის ვირჯინია ჯუფრეს ჩვენებამაც საპირისპირო დაამტკიცა. სასამართლოზე მოწმეების დასახასიათებლად ჟურნალისტები წერდნენ სტატიებს სათაურით 4 ქალი მონსტრის წინააღმდეგ. 4 მთავარმა მოწმემ, რომელთა სახელებიც რა თქმა უნდა ფსევდონიმებით არის ჩანაცვლებული, დეტალურად აღწერა გისლეინ მაქსველის როლი ეპშტეინის კრიმინალურ სქემაში. მათ დაამსხვრიეს მითი იმის შესახებ, რომ ეს იყო ქალი, რომელიც მანიპულატორმა მამაკაცმა მოატყუა. ერთ-ერთი ქალი, რომლის ფსევდონიმიც ჯეინი იყო, გახლდათ გოგონა, რომელიც მაქსველმა 14 წლის ასაკში შეარჩია. ჯეინმა თქვა, რომ მაქსველი მასთან ერთად დადიოდა საყიდლებზე, აძლევდა ფულს და უქმნიდა ილუზიას, რომ მასზე ზრუნავდა. სწორედ გისლეინმა მიიყვანა ის ეპშტეინთან და დაარწმუნა, რომ მასაჟი ჩვეულებრივი რამ იყო. ენი ფარმერმა კი გაიხსენა ის თუ როგორ დაპატიჟა გისლეინ მაქსველმა ის და მისი და ჯეფრი ეპშტეინის მამულში. იგი საუბრობდა იმაზე, რომ გისლეინი თავად ერთვებოდა პროცესში იმისთვის, რომ გოგონებს უხერხულობა და შიში დაეძლიათ. სასამართლო პროცესზე გამოააშკარავეს მის მიერ შედგენილი წესების კრებული. ეს იყო რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტი, სადაც ეწერა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ გოგონები ეპშტეინის სახლში. წესები მოითხოვდა აბსოლუტურ დუმილს, უხილავობას და ეპშტეინის ყოველი სურვილის მყისიერ შესრულებას. ეს დოკუმენტი გახდა იმის მტკიცებულება, რომ გისლეინი იყო კულტის მსგავსი სისტემის მენეჯერი. ყველაზე გამოუგნებელი ამ სასამართლო პროცესზე იყო არამხოლოდ გისლეინ მაქსველის ცივი დამოკიდებულება, არამედ ის ფაქტიც, რომ მისი ადვოკატები ყველანაირად ცდილობდნენ მოწმეების დისკრედიტაციას. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ გოგონებს აინტერესებდათ ფული, რომელიც გისლეინ მაქსველისგან სურდათ. არადა ამ გოგონების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გისლეინ მაქსველი ხშირ შემთხვევაში ჯეფრი ეპშტეინზე ბევრად უფრო სასტიკიც კი იყო. განაჩენის გამოტანამდე გისლეინი დროებითი პატიმრობის საკანში იჯდა. ის ჭიოდა, რომ საკანში ვირთხების სუნი იყო და წყალი არ ვარგოდა. აცხადებდა, რომ მცველები ყოველ 15 წუთში ანთებდნენ შუქს, რათა შეემოწმებინათ ცოცხალი იყო თუ არა. 2022 წლის ივნისის მოსმენაზე მოსამართლემ გისლეინ მაქსველს მისცა იმის საშუალება, რომ მას საბოლოო სიტყვა ეთქვა. მან თქვა, რომ წუხს იმის გამო, თუ რა მოუვიდათ გოგონებს. მას მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 60 წლის ქალისთვის ფაქტობრივად სამუდამო პატიმრობას ნიშნავს. გისლეინ მაქსველი დღემდე ცოცხალია და იგი ფლორიდის ფედერალურ ციხეში იხდის სასჯელს. მიუხედავად არაერთი აპელაციისა, მისი განაჩენი დღემდე ძალაშია. ეპშტეინის სია, დონალდ ტრამპი. სანამ უშუალოდ სიაზე გადავალ, ერთ რაღაცას მინდა რომ ხაზი გაუსვა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამ სიაში 150-ზე მეტი ცნობილი ადამიანის, პოლიტიკოსის, ბიზნესმენის, გამოჩენილი მოღვაწისა თუ მეცნიერის სახელი და გვარი ამოიკითხა და ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ თითოეული მათგანი აუცილებლად დამნაშავეა. ზოგიერთი მათგანი, რა თქმა უნდა, დამნაშავის სტატუსით ერთჩვენიერ დღეს აუცილებლად წარდგება სასამართლოს წინაშე, მაგრამ ზოგიერთ მათგანს მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსი ექნება. სიაში მყოფი ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი დონალდ ტრამპია. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეპშტეინის კუნძულზე არასდროს ყოფილა. ტრამპისა და ეპშტეინის ურთიერთობა საკმაოდ დამაბნეველია. ისინი წლების განმავლობაში პალმ-ბიჩზე მეზობლები იყვნენ და ხშირად ერთსა და იმავე წრეში ტრიალებდნენ. თუმცა მათი გზები მოგვიანებით გაიყო. 2002 წელს ტრამპმა ჟურნალ New York Magazine-თან ინტერვიუში თქვა ცნობილი ფრაზა: ჯეფრის უკვე 15 წელია ვიცნობ. შესანიშნავი ტიპია. მასთან ერთად დროს მხიარულად ვატარებ. ამბობენ კიდეც, რომ მას ლამაზი ქალები ისევე უყვარს როგორც მე და ბევრი მათგანი საკმაოდ ახალგაზრდაა. ეს ფრაზა დონალდ ტრამპს არაერთხელ შეახსენეს როგორც იმის დასტური, რომ მან მშვენივრად იცოდა ის, თუ რა ხდებოდა ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე. 2004 წელს ტრამპისა და ეპშტეინის მეგობრობა მტრობაში გადაიზარდა. მიზეზი უძრავი ქონება იყო. ორივე მათგანს პალმ-ბიჩზე არსებული ქონების, კერძოდ კი ერთ-ერთი მდიდრული მამულის, მეისონ დელამიტიეს შეძენა სურდა. ტრამპმა აუქციონში გაიმარჯვა.
რამაც ეპშტეინი ძალიან გააბრაზა. 2019 წელს, მაშინ როდესაც ჯეფრი ეპშტეინი დააკავეს, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი იყო, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ ამ ადამიანთან 15 წელიწადზე მეტია არ ქონია არანაირი კომუნიკაცია. თუმცა რა თქმა უნდა საუბრობდნენ იმაზე, რომ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში ალექს აკოსტა, ანუ ის ადამიანი, რომელმაც ეპშტეინთან სამარცხვინო გარიგება დადო, შრომის მინისტრად დანიშნა. ბოლო გასაჯაროებულ სიებში და ფაილებში ტრამპის სახელი რამდენჯერმე ფიგურირებს. ერთ-ერთი მოწმე, იოჰანა შობერგი, ჩვენებაში პირდაპირ ამბობს, რომ მას არასდროს გაუკეთებია მასაჟი ტრამპისთვის და ის არასდროს უნახავს ეპშტეინის კუნძულზე. თუკი ძველ ინტერვიუებს გადავხედავთ, ტრამპი ამტკიცებს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა აქ. თუმცა ერთ-ერთი პოლიციელი საუბრობს იმაზე, რომ მან იცოდა ყველაფერი. რეიდის შემდეგ მან პოლიციელებს განუცხადა შემდეგი რამ: კარგია რომ მას აჩერებთ. ყველამ კარგად იცის, რასაც აკეთებდა. დოკუმენტები ასევე ადასტურებენ იმას, რომ ტრამპი არ სარგებლობდა ეპშტეინის სერვისებით იმ ფორმით, როგორც ამას პრინცი ენდრიუ ან ბილ კლინტონი აკეთებდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა ითქვას ის, რომ 2016 წლის 20 ივნის, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ჩართული, უпростоრად კი ამ საარჩევნო რბოლაში, მასზე შევიდა სარჩელი ვინმე ჯეინ დოუს მხრიდან, რომელიც ამტკიცებდა იმას, რომ დონალდ ტრამპმა იგი გააუპატიურა. ჯეინ დოუ, ვინც არიცით, არის კოდური სახელწოდება, უпростоრად კი კოდური სახელი, რომლის დახმარებითაც ამერიკის შეერთებული შტატები პოტენციურ დაზარალებულებს იცავს. საჩივარში წერია, რომ დაზარალებული 1994 წელს ეპშტეინმა გააცნო ტრამპს. 94-ში ის სულ რაღაც 13 წლის იყო. ტრამპმა ის გააუპატიურა. იძალა და მასზე ფიზიკურად და მაშინ, როდესაც დაზარალებული მას გაჩერებას თხოვდა, ტრამპმა უპასუხა, რომ გააკეთებდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა. ალბათ გიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა თუ რატომ არ დაისაჯა დონალდ ტრამპი. საქმე ის არის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯეინ დოუმ სარჩელი უკან გაიწვია. მიზეზად ის დასახელდა, რომ მან მიიღო არაერთი მუქარა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. თუმცა რა თქმა უნდა ტრამპი ამ ყველაფერს უარყოფდა და საუბრობდა იმაზე, რომ ეს ყველაფერი მოგონილი არის მისი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან იმისთვის, რომ მისი რეპუტაცია შელახულიყო. იყო თუ არა რეალურად დონალდ ტრამპი დამნაშავე, ამას დიდი ალბათობით დღემდე ვერ გავიგებთ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ვირჯინია ჯუფრემ, რომელმაც დაასახელა ბილ კლინტონიც, ისევე როგორც პრინცი ენდრიუ, არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ დონალდ ტრამპი ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე არასდროს უნახავს. არსებობს NBC-ის მიერ გადაღებული კადრები ტრამპის მამულიდან, სადაც ტრამპი და ეპშტეინი ერთად განან და გოგონების ცეკვას უყურებენ. ამ მომენტში ტრამპი ჯეფრის ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს, რაზეც ორივე იცინის. ეს ვიდეო ხშირად გამოიყენება იმის დასტურად, რომ ისინი კარგად უგებდნენ ერთმანეთს. გამოძიებამ ასევე საკმაოდ კარგად და დეტალურად შეისწავლა ლოლიტას ექსპრესის ჩანაწერები, სადაც 10 წლეულობის განმავლობაში კი ტრამპი ნამდვილად ფიქსირდებოდა, თუმცა ეს იყო ფრენა ფლორიდიდან ნიუ-იორკის მიმართულებით და არა ფლორიდიდან ან ნებისმიერი სხვა წერტილიდან ეპშტეინის კუნძულის მიმართულებით. ამას გარდა თუ კი ეპშტეინის საქმეში არსებულ მასალას გადახედავთ, თქვენ ნახავთ იმას, რომ მომსახურე პერსონალი არ ადასტურებს დონალდ ტრამპის კუნძულზე ყოფნას განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტისგან, ბილ კლინტონისგან. ეპშტეინის სია, ბილ კლინტონი. გაიცანით, ეს ლოლიტას ექსპრესის ხშირი მგზავრი და ამერიკის ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონია. ფრენის ჟურნალი ადასტურებს, რომ კლინტონმა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით მინიმუმ 26 ჯერ იფრინა. ზოგიერთი წყაროს და მოწმის ჩვენებით, ეს ციფრი შესაძლოა 70-ზე მეტიც ყოფილიყო. მაგრამ იყო თუ არა ბილ კლინტონი ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე. მიუხედავად იმისა, რომ ვირჯინია ჯუფრემ ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ არაერთხელ ჰყავდა ნანახი ბილ კლინტონი ახალგაზრდა გოგონებთან კუნძულზე, კლინტონი ამტკიცებდა, რომ არასდროს ყოფილა მანდ. თუმცა 2024 წელს საუბარი მაქვს 2024 წელს გასაჯაროებულ დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომ ბილ კლინტონსა და ჯეფრი ეპშტეინს შორის მიმოწერა ყოფილა, სადაც ჯეფრი ეპშტეინი ხაზს უსვამდა იმას, რომ ბილ კლინტონს ახალგაზრდა გოგონები მოსწონდა. უკანასკნელი მონაცემებით, ანუ 2026 წელს გასაჯაროებული მასალით ირკვევა, რომ ბილ კლინტონი ნამდვილად იმყოფებოდა ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე. ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ჩემს Telegram არხზე და გარდა ამისა იმ ლინკებზე, რომლებსაც ამ ვიდეოს აუცილებლად დავურთავ. ისიც სათქმელია, რომ კლინტონი და გისლეინ მაქსველი მეგობრობდნენ. მეტიც, მაქსველი ბილის შვილის, ჩელსი კლინტონის ქორწილში იყო მიწვეული 2010 წელს.
ანუ გამოდის, რომ 2008 წელს, მაშინ როდესაც ჯეფრი ეპშტეინი სექსუალურად მოძალადედ დაარეგისტრირეს და შესაბამისად იგი გაასამართლეს კიდეც, კლინტონების ოჯახს მასთან კომუნიკაცია არ შეუწყვეტია. 2026 წლის თებერვალში ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დათანხმდნენ კონგრესში ჩვენების მიცემას ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით. კლინტონები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ უარს ამ ნაბიჯის გადადგმაზე, მაგრამ ერთჩვენიერ დღეს მათ შეიცვალეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება შეიცვალეს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ გადაწყვიტა, რომ თუ კი ისინი სასამართლოში ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით არ გამოცხადდებოდნენ, დადგებოდა მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. მნიშვნელოვანია ის თუ ვინ მოითხოვა ჩვენების მიცემა. გაიცანით, ეს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელი, რესპუბლიკელი ჯეიმს კომერია, რომელსაც მხარი დემოკრატიული პარტიის რიგმა წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ ქვეტექსტს, The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ეს რესპუბლიკელი თავმჯდომარის გამარჯვებაა, რომ ის ცდილობს გამოძიების ფოკუსი დონალდ ტრამპის კავშირებიდან გადაიტანოს გავლენიან დემოკრატებზე, რომლებიც წარსულში ასოცირებულნი იყვნენ ეპშტეინთან და გისლეინ მაქსველთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თეთრ სახლს ზუსტად ისევე როგორც ლოლიტას ექსპრეს თავისი ჩანაწერები აქვს და მაშინ, როდესაც ბილ კლინტონი პრეზიდენტი იყო, ჯეფრი ეპშტეინი თეთრ სახლს თვიდმეჯერ ესტუმრა. აი ეს კი დუგ ბენდია, კლინტონის ყოფილი მარჯვენა ხელი და მრჩეველი. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ყვებოდა, რომ ევედრებოდა ბილს შეეწყვიტა ურთიერთობა ეპშტეინთან, რადგან ეს სახიფათო იყო. ბენდმა დაადასტურა, რომ ბილ კლინტონი მინიმუმ ერთხელ მაინც 2003 წელს ნამდვილად იმყოფებოდა ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე. იგი ინტერვიუში ასევე საუბრობდა იმაზე, რომ მათ შორის არამხოლოდ ფორმალური, არამედ ახლო მეგობრული ურთიერთობაც იყო. ეპშტეინის თვითმფრინავის პილოტმა სასამართლოში ჩვენება მისცა, რომ კლინტონთან ერთად მგზავრობისას საიდუმლო სამსახური Secret Service-ის აგენტებიც იმყოფებოდნენ. თუმცა საიდუმლო სამსახური ამტკიცებს, რომ მათ არ აქვთ არანაირი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ კლინტონი კუნძულზე ერთხელ მაინც იმყოფებოდა. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ყველა მასალა არ არის გასაჯაროებული და მაშინ, როდესაც ამ მასალას გაასაჯაროებენ და თუ კი აღმოჩნდება, რომ ბილ კლინტონი საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ერთად იყო მანდ, ანუ ეპშტეინის კუნძულზე, დარწმუნებული ვარ, რომ საიდუმლო სამსახურის აგენტები იტყვიან, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დამალეს ეს ინფორმაცია. ნუ მოკლედ ყველაფერს დრო გვაჩვენებს, გამოსაქვეყნებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. მაშინ, როდესაც ეპშტეინს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა, მან თავის ადვოკატებს მიანიშნა, რომ კლინტონი მასთან ვალში იყო და მისი გავლენის გამოყენება შეეძლო. დოკუმენტში ნახსენებია, რომ ეპშტეინს კლინტონის იმიჯის სამუდამოდ გასანადგურებლად მტკიცებულებები ჰქონდა. ეს კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ ეპშტეინი კუნძულზე სტუმრებს ფარულად უღებდა ვიდეოებს შანტაჟის მიზნით და დიდი ალბათობით მას ჰქონდა ექს-პრეზიდენტის მაკომპრომიტირებელი კადრებიც. საინტერესო ის არის, რომ ბილ კლინტონს ჰქონდა თავისი ორგანიზაცია, რომელსაც Clinton Foundation-ი ეწოდებოდა და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დონორი სწორედ ჯეფრი ეპშტეინი გახლდათ, რომელმაც $25,000 შესწირა. რაც ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე თანხა არის მაშინ, როდესაც ჯეფრი ეპშტეინზე ვსაუბრობთ, უბრალოდ არსებობს მოსაზრება, რომ მან ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ორგანიზაციის შიდა წრეში თავისი ლეგიტიმაცია ჰქონოდა. ბევრად უფრო საინტერესოა გისლეინ მაქსველის როლი. მას ჰქონდა საკუთარი ოკეანოლოგიური საქველმოქმედო ორგანიზაცია Terra Mar Project-ი, რომელიც კლინტონის გლობალურ ინიციატივასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ჯეფრი ეპშტეინის დაჭერიდან რამდენიმე დღეში გისლეინ მაქსველის ორგანიზაცია Terra Mar Project-ი დაიხურა და შესაბამისად გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ ეს ორგანიზაცია ემსახურებოდა ფულის გათეთრებას. ეპშტეინის სია, ბილ გეიტსი. თუკი კლინტონი და დონალდ ტრამპი ჯეფრი ეპშტეინს მანამ იცნობდნენ, სანამ ის სექსუალურ მოძალადედ გასამართლდებოდა, საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ბილ გეიტსმა ის 2011 წელს გაიცნო. ანუ უკვე მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას მიუსაჯა კონკრეტული სასჯელი. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბილ გეიტსი კი ამტკიცებდა იმას, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი შეხვედრები ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ იგი ჯეფრი ეპშტეინის სახლში, საუბარი მაქვს ჯეფრი ეპშტეინის ნიუ-იორკის სახლზე, არაერთხელ დარჩენილა. The Wall Street Journal-მა გაასაჯაროვა გეიტსისა და ეპშტეინის მიმოწერა, რომლის მიხედვითაც ჯეფრიმ გაიცნო რუსი მოჭადრაკე გოგონა მილა ანტონოვა, რომელთანაც ბილ გეიტს
სავარაუდოდ ხანმოკლე რომანი ჰქონდა. ეპშტეინმა გეიტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, რომ მილას სწავლის საფასური აენაზღაურებინა. და არა, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ყოფილა ჯეფრი ეპშტეინის მხრიდან ამ გოგოს მიმართ კეთილგანწყობა. ეს იყო რეალურად ის მომენტი, როდესაც მან ბილ გეიტს მიანიშნა ის, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონდა. 2011-2017 წლებში ეპშტეინი ცდილობდა შეექმნა გიგანტური საქველმოქმედო ფონდი, Global Health Investment Fund, სადაც გეიტს მილიარდები უნდა ჩაედო. ეპშტეინი ამ გარიგებიდან ასეულობით $1,000,000 ელოდა საკომისიოს სახით. ახლა უნდა გითხრათ ის, რაზეც აქამდე სპეციალურად არ ვისაუბრე, თუმცა ამ თემას უკვე შევეხებ. გარდაცვალებამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე, ჯეფრი ეპშტეინმა შეცვალა თავისი ანდერძი და აღმასრულებელ ადამიანად ჩაწერა ბორის ნიკოლიჩი. ბორის ნიკოლიჩი კი თავის მხრივ გახლდათ ადამიანი, რომელიც ბილ გეიტსის მარჯვენა ხელი იყო. რა თქმა უნდა, ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი, არანაირი კომუნიკაცია აქამდე არასდროს არ ჰქონია ჯეფრი ეპშტეინთან, მაგრამ ეპშტეინის მხრიდან ეს იყო ერთგვარი მინიშნება იმაზე, რომ ის და ბილ გეიტსი სიკვდილის შემდეგაც კი გადაჯაჭვულები იქნებიან. ეპშტეინი ბილ გეიტსთან ერთად ხშირად ვახშმობდა, ხანდახან მარტო, ზოგჯერ კი მათთან ერთად MIT Media Lab-ის პროფესორებიც იყვნენ. ვახშმობისას ისინი საუბრობდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევგენიკა, კრიოგენიკა და ტრანსჰუმანიზმი. გამომცემლობა The New York Times-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს დამოუკიდებელი გამოძიება, სადაც მათ გამოკითხეს ერთ-ერთი მეცნიერი ჯარონ ლანიერი, რომელიც მსგავს ვახშამს ესწრებოდა. ჯარონ ლანიერი, რომელიც არის ვირტუალური რეალობის პიონერი, აცხადებდა იმას, რომ ჯეფრი ეპშტეინს ერთ-ერთ თავის რანჩოზე, ბრძორო რანჩზე, სურდა რომ 20-დან 30-მდე მაღალი ინტელექტის მქონე გოგონა დაეორსულებინა იმისთვის, რომ მისი გენეტიკა უფრო მეტად გავრცელებულიყო. ის მეცნიერებს ეუბნებოდა, რომ მისი გენეტიკა განსაკუთრებული იყო და კაცობრიობისთვის მისი შენარჩუნება აუცილებელიც კი იყო. ეპშტეინს ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება კრიოგენულ ლაბორატორიასთან. მას სურდა, რომ მისი თავი და მისი გაეყინათ, რათა მომავალში, როცა ტექნოლოგია განვითარდებოდა, ის კვლავ გაეცოცხლებინათ და მას კვლავ შეძლებოდა თავის გენეტიკის გავრცელება. ალბათ გიჩნდებათ საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა, რატომ მაინც და მაინც თავი და რატომ მაინც და მაინც მაშინ, როდესაც შესაძლებელია მთლიანი სხეულის გაყინვა. კრიოგენიკაში არსებობს ერთი ასეთი მიმართულება, რომელსაც ჰქვია ნეიროპრეზერვაცია, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ მთლიანი სხეული არის მხოლოდ და მხოლოდ ძვლებისა და ხორცის კომბინაცია, ხოლო ტვინი არის ის, სადაც ინახება ადამიანის სული, მისი მეხსიერება და გონება. ხოლო რაც შეეხება მის ინტიმურ ნაწილს, ეს დიდი ალბათობით მის მასკულინურ ძალაუფლებაზე მეტყველებდა. ეპშტეინმა დააფინანსა MIT Media Lab-ის დირექტორი, ჯოი იტო, რომელიც მოგვიანებით სკანდალით გადადგა. სწორედ ასეთ წრეში ტრიალებდა ბილ გეიტსიც. დიდი ალბათობით თქვენს გინახავთ ბილ გეიტსის ინტერვიუ, სადაც იგი არწმუნებს საზოგადოებას იმაში, რომ მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ჯეფრი ეპშტეინის ორგიებში და მსგავს კრიმინალურ აქტივობებში. მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად არის. მაშინ, როდესაც მასპინძელი ვახშმის დროს გესაუბრება იმაზე, რომ ადამიანების ფერმის გაკეთება უნდა და უნდა მისი გენეტიკის გავრცელება, რატომ ირჩევ დუმილს და რატომ აგრძელებ მასთან საქმიან ურთიერთობას. ეპშტეინის სია, პრინცი ენდრიუ. პრინცი ენდრიუ ამ ისტორიის ყველაზე ბინძური ნაწილია. იქინა გამომდინარე, რომ თუკი სხვა ადამიანების შესახებ ჩვენ უბრალოდ ეჭვები და გარდა ამისა თვითმფრინავის ჩანაწერები გვაქვს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს როგორც სამხილები, ასევე ფოტომტკიცებულებებიც და ის ყველაფერი, რაც ვირჯინია ჯუფრემ უკვე მოგვაწოდა. მოწმეები საუბრობენ, რომ ეპშტეინის მანჰეტენის სასახლეში მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც პრინცი ენდრიუმ კერძზე ეფერებოდა თოჯინა მარიონეტის დახმარებით ვირჯინია ჯუფრეს, რომელიც ამ დროს ეპშტეინის კალთაში იჯდა. ალბათ აცნობიერებთ, რომ ეს ის დეტალია, რომელზეც მაინც და მაინც დიდად რა თქმა უნდა არ მსურს რომ გავჩერდე, ამიტომ ცოტა მოგვიანებით ეპიზოდს მიუბრუნდები, მაშინ როდესაც ჯეფრი ეპშტეინი ციხიდან გამოვიდა, პრინცი ენდრიუ მას შეხვდა. მაშინ როდესაც ჟურნალისტებმა კითხეს თუ რატომ შეხვდა პრინცი ენდრიუ მას, მან განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინთან სურდა მეგობრობის გაწყვეტა და ამის შესახებ პირადად საუბარი, მაგრამ რატომღაც იგი ეპშტეინის სახლში 4 დღით დარჩა. ერთ-ერთი მოწმე, ეპშტეინის სახლის ყოფილი მოსამსახურე ამტკიცებდა, რომ არსებობდა ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილი იყო ამ 4 დღიანი ვიზიტის დროს პრინცის ინტიმური შეხვედრები. როდესაც ეპშტეინი დააკავეს,
ფედერალური ბიუროს აგენტებმა მის სეიფში უამრავი დისკი და კასეტა იპოვეს. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ენდრიუმ ამ კადრების გავრცელების შიშით გადაუხადა ვირჯინიას 12 მილიონი გირვანკა სტერლინგი. ჯეფრი ეპშტეინი გისლეინ მაქსველთან ერთად ბუკინგემის სასახლეშიც არის ნამყოფი. ისინი აქ სწორედ პრინცმა ენდრიუმ დაპატიჟა და გარდა დაპატიჟებისა, პრინცმა ენდრიუმ გისლეინ მაქსველს მისცა იმის უფლება, რომ მას ფოტო გადაიღო სამეფო ტახტზე. ბრიტანული მონარქიის წესების მიხედვით ტახტზე დაждომის უფლება მხოლოდ მოქმედ მონარქს აქვს. პროტოკოლის მიხედვით თვით სამეფო ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ უფლება დასხდნენ ტახტზე, რადგან ეს მონარქის ძალაუფლებისა და ღირსების შეურაცხყოფად ჩაითვლება. ძალიან რბილად რომ თქვა, ჯეფრი ეპშტეინს იმდენად ყავდა ყურებით დაჭერილი პრინცი ენდრიუ, რომ მან დაივიწყა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისი მეგობრისთვის ესიამოვნებინა და ეჩვენებინა, რომ ბუკინგემის სასახლეში მას ყველაფრის უფლება ჰქონდა. ეპშტეინის საქმე ქართველების სიაში. აქ უნდა ითქვას ის, რომ ქართული მედია საშუალებები პრინციპში როგორც ყოველთვის სპეკულირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ადამიანის სახელი და გვარი არის მოხვედრილი ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში. მე უნდა შეგახსენოთ ის, რომ საუბარი არის 3 მილიონზე მეტ დოკუმენტზე, სადაც შედის ფოტომტკიცებულებები, ვიდეომტკიცებულებები, ჯეფრი ეპშტეინის პირადი მიმოწერები და ასე შემდეგ. და ის ფაქტი, რომ რომელიმე ადამიანის სახელი და გვარი ამ 3 მილიონზე მეტ დოკუმენტში არის მოხვედრილი, არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ეს ადამიანი მის დანაშაულებრივ ქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ეპშტეინის ფაილებში თქვენ შეხვდებით კახა ბენდუქიძეს, რომელზეც The Falcon Wood Corporation-ის თანამშრომელი დიანა ვილაბონი საუბრობს. წერილის ადრესატი არ იყო პირადად ჯეფრი ეპშტეინი. ის გადაგზავნილია მასთან მოგვიანებით. წერილში ნათქვამია, რომ დოქტორი იარეცკი და ჯიმ მილერი გეგმავდნენ შეხვედრას კახა ბენდუქიძესთან, რომელმაც თავისუფალი უნივერსიტეტი დააარსა. კახა ბენდუქიძეს სხვა არც ერთ დოკუმენტში არ არის ნახსენები და შესაბამისად არ არის დადასტურებული ის, რომ ის და ჯეფრი ეპშტეინი ოდესმე შეხვედრილან, არც ის, რომ კახა ბენდუქიძე ოდესმე მაინც ყოფილა ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე, ან რაიმე სახის მონაწილეობა ჰქონდა მიღებული იმ კრიმინალურ ქმედებებში, რასაც ჯეფრი ეპშტეინი ჩადიოდა. შემდეგი ადამიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ასევე ირიბად არის ნახსენები ცნობილი ილუზიონისტის დევიდ ბლეინის წერილში, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ სხვადასხვა საერთაშორისო გამოსვლების დროს იმ ადამიანებს შორის, რომლებთანაც ჰქონია შეხვედრა, ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილი იყო. ბევრად უფრო საინტერესო არის სხვა ქართველი ადამიანის, ელენა კანთარიას ჯეფრი ეპშტეინთან პირადი მიმოწერები, სადაც ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე მოდელი საქართველოს მოქალაქეობის აღებას აპირებდა და ამასთან დაკავშირებით ჯეფრი ეპშტეინს წერდა. მიმოწერის მიხედვით, ისრაელის შემდეგ ელენა აპირებდა საქართველოში ჩაფრენას და მოქალაქეობის აღებას. მისი თქმით, ბაბუამისმა რაიხსტაგზე დროშა აღმართა. მიმოწერაში ირკვევა, რომ ეპშტეინი არამხოლოდ რჩევებს აძლევდა მოდელს, არამედ ოფინანსებდა მგზავრობას, ბინის ქირას და ზოგადად ცხოვრებას. 2019 წლის მაისში მიმოწერა უფრო პირადულ ხასიათს იღებს. სტატებში დაბრუნებული ელენა ეპშტეინს წერს, რომ მოინატრა და დაესიზმრა კიდეც. ეპშტეინის დაკავების შემდეგ ელენა კანთარია ფაქტობრივად გაქრა საჯარო სივრციდან. მან შეწყვიტა სამოდელო კარიერა და გარდა ამისა გააუქმა სოციალური ქსელებიც. ვინ იდგა ჯეფრი ეპშტეინის უკან? ალბათ ხვდებით, რომ YouTube-ის შეზღუდვების გამო მთელი რიგი დეტალები არ მიხსენებია. არ მიხსენებია ის ფაქტიც, რომ საქმეში ფიგურირებენ არამხოლოდ არასრულწლოვანი გოგონები, არამედ ჩვილი ბავშვებიც. ასევე ფაილებში წააწყდებით ისეთ დეტალებსაც, რომლებიც მეტყველებენ კანიბალიზმზე. ზოგიერთ ფაილში ნახავთ ინფორმაციას, რომელიც ყველანაირ ადამიანურ ლოგიკას ცდება. საუბარი მაქვს ექსპერიმენტებზე, რომლებიც ტარდებოდა კუნძულზე არსებულ სამედიცინო ლაბორატორიებში. ამ და სხვა დეტალებზე ჩემი Telegram არხი, რომლის ლინკიც რა თქმა უნდა ვიდეოს აღწერაში იქნება, ღია არის, ასე რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია განვიხილოთ ყველა ის ფაილი, რომელსაც ან თქვენ აღმოაჩენთ, ან მე აღმოვაჩენ, ან ყველა ის ფაილი, რომელიც მომდევნო პერიოდებში გასაჯაროვდება, მაგრამ ახლა გადავალ ვერსიებზე, რომლიდანაც ერთ-ერთის მიხედვით ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალური ისტორიის უკან იდგა მოსადი. როდესაც რობერტ მაქსველი, გისლეინ მაქსველის მამა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ის ისრაელში, კერძოდ კი ზეთის ხილის მთაზე, სახელმწიფო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას ესწრებოდა ისრაელის 6 მოქმედი და ამას გარდა ერთი ყოფილი დაზვერვის უფროსი.
მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა იცხაკ შამირმა კი სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მან იმაზე მეტი გააკეთა ისრაელისთვის, ვიდრე დღეს შეიძლება ითქვას. გისლეინ მაქსველმა მამის გარდაცვალების შემდეგ არა მხოლოდ ქონება, არამედ მისი კონტაქტებიც მიიღო. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ გისლეინ მაქსველის დახმარებით ჯეფრი ეპშტეინი გახდა ინსტრუმენტი მოსადის ხელში. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ეს ერთი და იგივე ადამიანია, ეჰუდ ბარაკი, არაერთხელ არის ნამყოფი ჯეფრი ეპშტეინის სახლში. არსებობს ფოტოები, სადაც ბარაკი ეპშტეინის ნიუ-იორკის სახლში შედის სახეზე აფარებული შარფით. აღნიშნული ფოტო გადაღებულია 2016 წელს, მაშინ როცა ეპშტეინს უკვე ოფიციალურად ჰქონდა სექსუალური მოძალადეს სტატუსი. გასაჯაროებული ფრენები, ჟურნალებითა და ფოტოები დასტურდება, რომ ბარაკი ეპშტეინის ნიუ-იორკის სახლში იმ დროსაც იყო, როცა იქ წვეულებები მიმდინარეობდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეპშტეინმა ბარაკის ტექნოლოგიურ სტარტაპებში მილიონობით დოლარი ჩადო. მაშინ, როდესაც ვსაუბრობ ტექნოლოგიურ სტარტაპზე, ვგულისხმობ პროექტ კარბინს. პროექტი კარბინი არის 9.1-ის მოდერნიზებული ვერსია და მაშინ, როდესაც მომხმარებელი რეკავს პოლიციაში, სასწრაფოში ან სახანძროში, მას ეგრევე ერთვება ვიდეოკამერა და ოპერატორი იმ წამსვე იღებს ლოკაციას. ძალიან მოკლედ რომ თქვა, ეს საგანგებო სიტუაციების მართვის პლატფორმაა, რომელიც წვდომას იღებს მომხმარებლის კამერაზე, ლოკაციასა და მონაცემებზე. მოგვიანებით, მაშინ, როდესაც ჟურნალისტებმა შესაბამისი კითხვები დასვეს, ბარაკმა ეს ვიზიტი ახსნა როგორც უბრალო ვახშამი, სადაც ისინი მეცნიერებაზე აპირებდნენ საუბარს. თუმცა ეს სულაც არ ხსნის იმას, თუ რაში დასჭირდა ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახეზე შარფის აფარება იმისთვის, რომ მისულიყო ჯეფრი ეპშტეინთან. ამაზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ ხაზგასასმელი არის ალექს აკოსტას სიტყვებიც, მაშინ, როდესაც იგი საუბრობდა იმაზე, რომ ზევიდან უთხრეს, რომ ჯეფრი ეპშტეინი დაზვერვის კაცია. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ჯეფრი ეპშტეინის ქმედებებს არა მოსადი, არამედ კგბ აკონტროლებდა. რუსეთში მოდელების ბიზნესი 90-იანებიდან მოყოლებული მჭიდროდ იყო დაკავშირებული სპეცსამსახურებთან. გოგონები, რომლებიც დასავლეთში ხშირად ხვდებოდნენ მაღალი რანგის წვეულებებზე, მოსკოვის თვალები და ყურები იყვნენ. ასევე არსებობს ფოტოები, სადაც ჯეფრი ეპშტეინი 90-იანი წლების შუა პერიოდში წითელ მოედანზე, კრემლის ფონზე პოზირებს. რუსეთში ჩასვლის ოფიციალურ მიზეზად სახელდებოდა რუსი მეცნიერების დაფინანსება, თუმცა 90-იანების პერიოდში რუსეთი ნამდვილად არ იყო მეცნიერების ცენტრი. ეს იყო ადგილი, სადაც სოკოებივით მრავლდებოდნენ სამოდელო სააგენტოები. მათი უმეტესობა კრიმინალური ავტორიტეტებისა და სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ იყო. ეპშტეინი მოსკოვში ჩადიოდა როგორც ამერიკელი ინვესტორი, რომელიც ეძებდა სახეებს დასავლური ბრენდებისთვის, ისტუმრობდა სილამაზის კონკურსებს და სამოდელო სკოლებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ლოლიტას ექსპრესის ჟურნალის ჩანაწერებში ფიგურირებდნენ არასრულწლოვანი გოგონებიც, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამეცნიერო ვიზით გადადიოდნენ, თუმცა მათი უმეტესობა უკან რუსეთში დღემდე არ დაბრუნებულა. ერთი სიტყვით, თუ კი ამერიკელი სენატორი ან მინისტრი რუს გოგონასთან სექსუალურ კავშირში გაებმებოდა და ეპშტეინი ამას ჩაიწერდა, არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩანაწერი ავტომატურად ხდებოდა მოსკოვის იარაღი, თუმცა ეს ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. ნამდვილად არ არის გამორიცხული ის, რომ ეპშტეინი იყო ადამიანი, რომელსაც ერთი ქვეყნისთვისაც და მეორე ქვეყნისთვისაც სრულიად უპრობლემოდ შეეძლო მიეყიდა ინფორმაცია. ის იყო ერთი ჩვეულებრივი ვაჭარი. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ვიდეოს იმიტომ კი არ ვწერ, რომ ასე ვთქვათ, ეპშტეინის თემა ჰაიპში არის, არამედ იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცოდეს ის თუ რამდენად გარყვნილი და რამდენად კორუფციული სისტემა მართავს სამყაროს. შეიძლება ითქვას, რომ ჯეფრი ეპშტეინი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი საქმე ცოცხლობს. და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტ ბინძურ ინფორმაციას გავიგებთ მეც და თქვენც. მინდა მადლობა გადაუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ეს ვიდეო დაალაიქა და გააზიარა იგი სოციალურ ქსელებში. ეს ვიდეო, უпростоრად კი ვიდეოს ჩაწერის პროცესი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ციფრული ინდუსტრიის აკადემიას იმის გამო, რომ გვერდში მიდგას მეც და გვერდში უდგას არხის განვითარებასაც. მოკლედ, იმის კვალდაკვალ თუ რა გამოქვეყნდება კიდევ, ტელეგრამის არხზე დაგააპდეითებთ, ასე რომ გაწევრიანდით ტელეგრამ არხზე. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით.